მოგესალმებით, დღეს გვაქვს 3D პოდკასტის მეხუთე გადაცემა. მადლობთ, რომ ისევ ჩვენთან ერთად ხართ. აგრძელებთ ჩვენთვის კომენტარების მოწერას, პირადში მოწერას, თქვენი იდეების მოწოდებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენს ინიციატივას და ჩვენს წამოწყებას გვერდში უდგას და მხარდაჭერია კომპანია ვეზირი, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. დღესაც გვაქვს ბედნიერება, რომ სტუმართან ერთად ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ვიდეო სამთვალყურეო სისტემები და ჩვენთან ერთად დღეს სტუმრად არის ჩვენი მეგობარი უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი და რამდენიმე დეკადიანი გამოცდილებით ამ მიმართულებით ბატონი ზურაბ გოგილიძე. მოგესალმებით. მიმდიმოქ რომ დღესაც ძალიან საინტერესო პოდკასტი გვექნება. მოგესალმებით, მადლობა ზურა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მედია საინტერესო საუბარი გამოგვიყვება. დარწმუნებული ვარ, საინტერესო გადაცემა გვექნება დღესაც. როგორც აღვნიშნე, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებზე ვისაუბრებთ დღეს. მოკლე ისტორიით დავიწყებ. საიდან შეიქმნა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, საიდან იღებს სათავეს. დავით როგორც სამწუხაროდ ომები ტექნოლოგიურ განვითარების პროგრესში იღებს მონაწილეობას და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებიც არ იყო გამონაკლისი ამ კუთხით. პირველი ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის გამოყენება დაიწყეს გერმანელებმა, ნაცისტებმა 1942 წელს, როდესაც დაიწყეს რაკეტების გაშვების დროს მათი დაკვირვება. რა თქმა უნდა, დღევანდელი ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა და მაშინდელი Siemens-ის კამერები, რასაც იყენებენ რაკეტების გაშვების დაკვირვების დროს, როგორც დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ეს იყო ვიდეო მეთვალყურეობის საწყისები. როგორც ვიცი, ზურამ ახსენა, რომ Siemens-ის წარმოების ვიდეო მეთვალყურეობის კამერები იყო, რა თქმა უნდა, ესენი არაფერს არ იწერდნენ, უბრალოდ live-ს პირდაპირ ხედვას აძლევდა ინჟინრებს რაკეტის გაშვების დროს, რომ დაკვირვება მოეხთინათ, გაშვების დროს რა ხარვეზები ჰქონდა, ან პირიქით რა მუშაობდა კარგად. კომერციული მიმართულებით უკვე 1959 წელს დაიწყო ვიდეო მეთვალყურეობამ გამოყენება, მაგრამ უკვე რასაც დღეს ვხედავთ ყოველ შუქნიშანზე, ქუჩაში, მაღაზიებში და ასე შემდეგ, უკვე 1960-იან წლებში იწყებს გამოყენებაში ჩაშვებას. თუმცა დღეს რომ ტელეფონით შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, გადავახვიოთ ჩანაწერები ვნახოთ, ამოვიღოთ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო თავდაპირველად რო წარმოვიდგინოთ, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა იყო მხოლოდ პირდაპირი ეთერი. იყვნენ ოპერატორები, ჰქონდათ უამრავი მონიტორები და ლაივში უყურებდნენ თითოეულ კამერას. როდესაც რაღაცა მოხდებოდა, თუ ოპერატორს გამოვიპარებოდა, ვერც ვერავინ ვერ დაინახავდა. რეალურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე რო ადამიანი დაგვეყენებინა, იგივე ეფექტს არ რომელიც არ იღლება და არ შეეშლება გადმოცემა. უკვე 90-იანი წლებიდან, 90-იან წლებში უკვე 80-იანების მიწურულში უკვე დაიწყო ჩაწერის გაკეთებაც, ოღონდ ეს ხდებოდა რაღაც კინოფილმებზე და ასეთ რაღაცებზე ჩაწერა და იმის გამო რომ შეუძლებელი იყო ტერაბიტობით და ხელმოცულობის ვიდეო მასალები და დაეტიათ პატარა დისკზე, ვეცოდინოთ რა 2-3 საათიან კინოები ეტევდათ ვარსები. ხო? DVD-ით 3 საათი. DVD-ამდე რაც იყო და მანამდე კაბინებზე ეს პირდაპირ ჩაწერა არ ხდებოდა, იქ არქივაციაზე უფრო რთული იყო შემდეგ ამის შენახვა, მოვლა პატრონობა და შემდეგ ამის ოპერირება, ანუ playback-ის ყურება. კი, როგორც ვიცი, მაშინაც live-ს უყურებდნენ, მაგრამ ოდესაც რაღაცას დაინახავდა ოპერატორი, ჩაწერას მაშინ იწყებდა, ანუ მუდმივად ვერ იწერდა, იმიტომ რომ ეხლა მაგნიტური ფირი იქნებოდა რომ მაგნიტური ფირებზე ახდენდნენ, თუმცა უკვე 90-იანების და 2000-იანების დასაწყისში, როდესაც შემოვიდა უკვე მყარი დისკები, ეს მიმართულებად შეცვალა, მაგრამ რადგან მყარ დისკებზე გახდა შესაძლებელი უკვე დიდი ტევადობის ჩაწერა, ასევე ჩანაწერების ძველი წავშლა ავტომატურად და ერთმანეთზე გადაწერა და ასე შემდეგ და დღევანდელი ვიდეო მეთვალყურეობა რაც გვაქვს უკვე იმდენად განვითარებული არის, რომ შეგვიძლია თვეობით მასალად შევინახოთ, შეგვიძლია წლეობითაც შევინახოთ, არის მაგის ტექნიკური შესაძლებლობა, რა თქმა უნდა დღესაც ძვირი ჯდება ამ ჩანაწერების გაკეთება, მაგრამ
იმდენად განვითარდა, რომ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. თუ AI-ის მიმართულებასაც განვიხილავთ, იმდენად დახვეწილი არის ვიდეომეთვალყურება, რომ შეგვიძლია AI-ის გამოყენებით კონკრეტული ივენთები, კონკრეტული სიტუაციები შევანახინოთ თვითონ კამერას ადამიანის ჩაწერის ჩარევის გარეშე. თუმცა ეს იყო მოკლე ისტორია, როგორ განვითარდა რაკეტებიდან დღევანდელი დომოფონამდე, იმიტომ რომ დომოფონი რეალურად ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ნაწილი არის, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, მაგრამ დღესაც მაგალითად, როდესაც შევდივართ ან ვებსაიტზე, ან რომელიმე მაღაზიას მიმართავთ, არის პირობითად 4 მეგაპიქსელიანი კამერა, ერთი ღირს 100 ლარი, მეორე ღირს 1000 ლარი და ამათ შორის განსხვავება არ ვიცით. გვაქვს ობიექტი დასაცავი, მაგრამ არ ვიცით, რამდენი მეგაპიქსელიანი კამერა გვჭირდება, რამდენი ცალი გვჭირდება, როგორი ხედვის კუთხე უნდა გქონდეს, როგორი ფორმა უნდა გქონდეს, რა განსხვავება ამათ შორის. სხვადასხვა სიტუაციაში როგორი კამერა უნდა გამოვიყენოთ, რამდენი ხანი უნდა ჩავიწეროთ, რამდენი ოპერატორი გვჭირდება და ასე შემდეგ. დღევანდელ გადაცემაში ვეცდებით, რომ ამ ყველაფერზე გავცეთ პასუხი. ზურა, შენი დავიწყებს ზოგადად, ანუ ბევრი რაღაცა გამორჩა ისტორიიდან, თუ გინდა მაგაშიც რო ჩაამატო და როგორ ხდება მაგალითად რომ მოგმართავს ვინმე კომპანია იქნება თუ ადამიანი იქნება, რა აქვს მნიშვნელობა კერძო პირი, რითი იწყებ, ანუ მინდა კამერა, ვიცი რომ მინდა პირობითად რაღაცა მაქვს ოფისი დავიცვა, ან პერიმეტრის დაცვა მინდა, როგორ უნდა შევარჩიო, იმიტომ რომ მე როგორც მოხმარებელი მივდივარ მაღაზიაში, როგორც ვახსენე, არის 2-10 სხვადასხვა 4 მეგაპიქსელიანი კამერები სხვადასხვა ფასებით, მაგრამ ვერ ხვდები ამათ შორის განსხვავებას. კი ბატონო, რთულია მარტო კამერის მახასიათებლებით შეერჩიო და ზუსტად ის მიიღო შედეგად, რაც გაქვს ჩაფიქრებული. პირველ რიგში იწყება მოკვლევა იმის, თუ რა ობიექტია და რა მოთხოვნები აქვს დამკვეთს, ანუ რა უნდა აკმაყოფილებდეს ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა. ეს არ არის დამოკიდებული, ესე ვთქვათ, ერთპიროვნულად ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომ ჩვენ ვიცით, რას უნდა აკეთებდეს. არსებობს რაღაც ისეთი მოთხოვნები, რომელიც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ და უბრალოდ დამკვეთს გქონდეს ამის მოთხოვნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოთხოვნების შესწავლა იწყება იმით, თუ რა ობიექტია, როგორია პერიმეტრი, როგორია შიდა ინტერიერი, გარე ინტერიერი, რა არის დასაცავი, სად რა განათებაა, როგორია რემონტის ტიპიც, კი, იმიტომ რომ კამერების დიზაინიდან გამომდინარე უკვე ხშირია ესეთი მოთხოვნა, რომ დიზაინერებსაც აინტერესებთ უბრალოდ რა ტიპის და როგორ ტიპის კამერა შეიძლება შეთავაზო. ამის შემდეგ იწყება პირველადი დამუშავება პროექტის, პირველად დამუშავებაში შემოდის უკვე სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფები, რომელთაც ხდება ამ ობიექტის დამუშავება 3D გამოსახულებით, სადაც რეალურ სურათს ხედავ, თუ რამდენი კამერით და როგორი ტიპის კამერით არის შესაძლებელი დღისით დაფარო სრული ტერიტორია და არ ქონდეს ეგრეთ წოდებული ბრმა წერტილები, blind spot-ები ეგრეთ წოდებული. და ასევე იგივე სცენარი უნდა გაკეთდეს ღამის შემთხვევაშიც. ღამის შემთხვევაში საჭიროა, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიცით რა ტიპის განათება, შესაბამისად ვერ მივიღებთ კამერის სწორ ლოკაციას. რადგან არ უნდა ხდებოდეს კამერაში პირდაპირი შუქის მოხვედრა, იმიტომ რომ თანამედროვე კამერებს რა თქმა უნდა შეუძლია ამ ყველაფრის კომპენსირება, ისე რომ მინათებულ შუქშიც შეძლოს გარჩევა, თუმცა ის გამოსახულება და ის ეფექტი ვეღარ აქვს. წეღარაც ახსენე კამერების შერჩევა ფასის მიხედვით. მარტივი გადასაწყვეტი საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ვიცით უკვე რა გვინდა, ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ კამერის ტიპის შერჩევას. ჩვენ გვინახავს ალბათ ბევრს, მაგალითად, რომ რაღაც კამერა, რომელიც არის 2 მეგაპიქსელი ღირს 1500 შეიძლება პირობითი ციფრი და კამერა, რომელიც არის 8 მეგაპიქსელი შეიძლება ღირდეს 300-400 ლარებზე მოგსაუბარი. რა სხვაობა ამათ შორის მუდმივად იწვევს ეს კამაც და მუდმივად მივდივართ იქამდე, რომ როგორ არ ჯობია 2 მეგაპიქსელს 8 მეგაპიქსელი. რა თქმა უნდა, როდესაც რეალურს ვადარებთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ეს ჯობია და კი ბატონო, მაგრამ აქ ჩნდება მეორე საკითხი. მეორე საკითხია ამხელა ვიდეო არქივაციის შენახვა, იმიტომ რომ ეს გამოსახულება ბევრად უფრო რთულია შესანახად. კი, დღეს თანამედროვე სისტემებში არის უკვე ისეთი ასე ვთქვათ, კოდეკები, რომელიც ამ ყველაფერს უკეთებს. შეკუმშვას, რომ შესაძლებელს ხდის, თუმცა
ყველაფერიდან გამომდინარე, გვაქვს ასევე Excel-ის უფრო მაღალი მოთხოვნა და კამერებს შორის რა სხვაობა. კამერებს შორის არის სხვაობა ის, რომ პირველი რაც კამერაში ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არის სენსორი და მისი ზომა. ის სენსორი, სადაც ხდება სინათლის ნაკადი, რომელიც შევიდა კამერაში, რომ გარდაიქმნება ვიდეოდ, რომ აქ მოხდეს მისი ფორმირება. როდესაც სენსორის ზომა არ არის საკმარისი, ან სენსორის ხარისხი არ არის საკმარისი, დღისით live რეჟიმში გამოსახულება გაქვს. კარგი, მაგრამ ღამით, ცუდ ხედვაში, ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში შესაბამისად ეს ეფექტი ქრება წამიერად. ჩაგეკითხები ზურა, ანუ როგორც ხსები ეგ ნიშნავს, რომ კონდეს კარგი შესაბამისი სენსორით 2 მეგაპიქსელიანი კამერა უკეთესი შედეგს მომცემს ღამე, ვიდრე 4 მეგაპიქსელიანი ცუდი სენსორი. შესაბამისად პიქსელებზე დევნას აზრი არ აქვს, რამდენი მეგაპიქსელი აქვს კამერას აზრი არ აქვს. თუ არ შევარჩევთ კამერას სწორი სენსორით. სენსორით პლუს შემოდის ასევე ოპტიკა, რომელიც ასრულებს იმ ფუნქციას, რომ რამდენს ხედავს კამერა, რა სინათლის წყაროს დანახვა შეუძლია და რამდენს მიმართავს ამ სენსორისკენ. ასევე შემოდის კიდე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეგრეთ წოდებული ირისი, რომელიც იგივე თვალს რო შევადაროთ არის, როდესაც ჩვენ ძალიან განათებულ გარემოში ვართ, თვალის გუგები ვიწროვდება და სიბნელეში ფართოვდება. ეს იმისთვის არის, რომ მეტი სხივი შეაგროვოს, რომ გამოსახულება მიიღოს უკეთესი. თუ ოპტიკა შიდა პროცესორი, რომელიც ამ ყველაფერს ვიდეოდ გარდაქმნის და firmware, რომელიც საბოლოო ჯამში უკვე გამზადებულ ვიდეო სტრიმს ქმნის, თუ ეს არ არის კარგი, რამდენი მეგაპიქსელიც არ უნდა გქონდეთ, მიიღებთ უკვე ეფექტს. ხშირია ესეთი, ღამით არსებობს ესეთი, ასე ვთქვათ, იუმორივით, რომ შეგიძლია ზაფხულში უყუროთ თოვას ცუდი კამერებით, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩანს ღამით თოვის ეფექტია, იმიტომ რომ ხდება reflection-ი და ანუ noise-ი, როგორც ანუ ხმაური, ფონური ხმაური, რომელიც კამერისთვის აღქმადია. მარტივი შესაძლებელია ტელეფონები არსებობს, რომელსაც აქვს 200 მეგაპიქსელი კამერა. შეგიძლიათ შეადაროთ ჩვეულებრივი ფოტოკამერას, რომელიც არის პროფესიონალური, კარგი ლინზით. ორივე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო და ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ 200 მეგაპიქსელის საერთოდ არ ცulis არაფერს, იმიტომ რომ შიგნით არ არსებობს დამუშავება. ზურა, რადგან ამ კამერების სპეციფიკაციას გავყევით, შემდეგ მინდა სტანდარტებზე გესაუბროთ. ჩვენი მაყურებლისთვისაც და ჩემთვისაც რო გასაგები იყოს, აი მაინტერესებს მაგალითად მოუკვლევასავით გავაკეთე სხვადასხვა კამერის სპეციფიკაციებში წერია, მაგალითად სენსორზე საუბრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი მეგაპიქსელი არ აქვს მნიშვნელობა, თუ სენსორი არ აქვს შესაბამისი, არ გვექნება განსაკუთრებით ღამე ნორმალური ვიდეო. აი სენსორებს უწერა მაგალითად 1/13 ინჩებს იყო გამოსახული 1/2 1/1 ანუ მარტივად რომელი ჯობია როგორ უნდა ანუ რაც უფრო მცირეა, ასე ვთქვათ, რიცხვი, მით უფრო დიდი გამოდის სენსორი. ანუ 1/1 უკეთესია ვიდრე 1/13 ინჩი, ხო? ხო სწორად ხდება. რიცხვი უფრო ნაკლები, ანუ რიცხვს გულისხმობ. წილად. ანუ 1/13-ში უფრო დიდი გამოდის ლინზა ვიდრე 1/8-ში. ხო, შესაბამისად ღამე როგორ კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღამით საჭიროა რომ უფრო ბევრი სხიური ნაკადი შემოვიდეს, რომელიც უნდა გარდაიქმნეს ვიდეოდ. როდესაც ეს ყველაფერი პატარა სენსორზე უნდა მოთავსდეს, ამ შემთხვევაში ხდება ეგრეთ წოდებული ხმაური, ფონური ხმაური, რომელიც არის ვიდეოსთან ერთად, მოდის ვიდეო ნაკადთან ერთად და გამოსახულება არის ბლარი. იგივე შემთხვევაა, როდესაც კამერას არ აქვს კარგი ოპტიკა. კამერას არ აქვს კარგი ეგრეთ წოდებული кейსი, კორპუსი, წინა მხარე, მინა, რომელთაც კამერა დაცულია გარემო პირობებისგან, წვიმისგან და ასე შემდეგ. ასევე თუ არ არის იდეალურად დაცული ინფრაწითელი განათების და გარე მინას შორის მანძილი და ხდება შიგნით reflection-ი, ესეც საკუთარ თავში გადანათებას იწვევს და გამოსახულება რა თქმა უნდა ცუდი ხარისხის გამოდის და არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ, თუ რა პროცესორი ამუშავებს ამ ყველაფერს რა. ესეთი შეგვიძლია თავად რომ თლიანად კამერაში, რადგან ის უკვე აღარ არის, ესე ვთქვათ, ერთი მოწყობილობა, რომელიც ვიდეოს იღებს, მას გააჩნია პროცესორი, შიდა მეხსიერება, firmware, Excel-ური ნაწილი და ასე შემდეგ. გამოდის, რომ კამერას აქვს უკვე თავისი სამყარო, მიკროსამყარო, რომელიც IT ინფრასტრუქტურაში განხილულია როგორც IT მოწყობილობა ერთ-ერთი ჩვეულებრივი.
სადაც თუ სრულად პროცესი არ დასრულდა, დასრულებული პროდუქტი, რომელიც კამერიდან უნდა გამოვიდეს ვიდეო ნაკადის სახით, ვერ არის, ესე ვთქვათ, შესაბამისი ხარისხის. და არის მეორე მომენტი კიდევ, როდესაც ძალიან გავრცელებული აზრია ესეთი, რომ არ არის ბუნებრივი ფერები. როდესაც ხდება ზედმეტად დამუშავება, smart კოდეკების ჩარევა და ასე შემდეგ, ფერები აღარ არის ბუნებრივი, რომელსაც ეძახიან პლასმასის ფერებს. ანუ უფრო პლასმასისკენ მიდრეკილია ფერები, ანუ ძალიან ფერი ისეთია, რომ გამა არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, ეს იწვევს არაბუნებრივ გარემოს აღქმას. ასევე ხდება, როდესაც ლაივში ყველაფერს კარგად ვხედავთ, მაგრამ ჩანაწერში იგივეს ვერ ვიღებთ რა. ეს რატო ხდება, არის მარტივად ახსნადი. ჩანაწერში, როდესაც ლაივს აგზავნის კამერა, პირდაპირ ხდება დამუშავებული ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ არქივაციის დროს ხდება კიდე ამ ინფორმაციის გადამუშავება. ამ გადამუშავების პროცესში უკვე შეიძლება მივიღოთ სულ სხვა ეფექტი, ვიდრე ლაივში, როდესაც უყურებთ კამერებს. ამის შერჩევისთვის ძალიან ისეთი კომპლექსური ტესტები არსებობს, არის QR კოდებით და ბარკოდებით კამერების შემოწმების ტესტები, რომ კამერას რეალურად რისი აღქმის უნარი აქვს, რადგან QR კოდი და ბარკოდი საკმაოდ რთული სტრუქტურაა კამერისთვისაც და თვალისთვისაც, ძალიან ბევრი ისეთია პატარა დეტალისგან. ხდება კამერის შემოწმება, ცენტრში მოწმდება პირველი კამერა, რადგან ოპტიკა ფოკუსირებულია ცენტრის მიმართულებით. ხდება, ასე ვთქვათ, იმიტირება სახის, იმიტირება მანქანის ნომრის, ან მსგავსი რაღაც, ასე ვთქვათ, ნიუთის, რომელიც შემდეგ უკვე კადრში აღარ ჩანს. შემდეგ ეს QR კოდები ინაცვლებს სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება გადაიწიოს 45 გრადუსითაც ცენტრიდან და ხდება ამის შემოწმება. რამდენად კარგად აღიქვა კამერამ და დაადეტექტირა ეს ყველაფერი. იგივე შემოწმება ტარდება მოძრავ ობიექტზეც, მოძრავი ობიექტი არის იგივე რომ ისევ ეს QR კოდი მოძრაობს კამერის წინ, გარკვეული სიჩქარით, რა თქმა უნდა. და აქ უკვე შემოდის კიდევ ერთი პარამეტრი, shutter speed. Shutter speed არის რომ რამდენად ხშირად აგროვებს ლინზა ინფორმაციას, რამდენად სწრაფად იხსნება და იხურება შათერი. თვალის დახამხამება რო ავიღოთ რა. რაც უფრო სწრაფია შათერის speed, ანუ სიჩქარე რაც უფრო დიდია, მით უფრო ნაკლები სინათლე შედის, თუმცა გამოსახულება, ასე ვთქვათ, აღარ იბლარება და არის სტატიკური. ჩაგეკითხება ეს მონაცემებში ვნახულობდი 1/1000-დი, ეს არის 60,000, წილადი 100,000. ანუ ამ რამდენი წამის მიასეჩი უნდა დაიხსნას და გაიხუროს შათერი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ სცენარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ გადანათებულ ან ჩაბნელებულ გამოსახულებას, რაც უფრო სწრაფად იხურება და იხსნება შათერი, მით უფრო სწრაფად ჭირდება მას სინათლის წყარო, რომ შეივსოს გამოსახულება, თუ ეს არ არის, ამ შემთხვევაში ვიღებთ ჩაბნელებას. მაგრამ როდესაც გვჭირდება მოძრავი ნივთებზე რაღაცის იდენტიფიცირება, მაგალითად ნომრის ამოცნობა, მოძრავი ადამიანის დაპაუზება და ამის იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, შათერი გვჭირდება მაღალი. ასეთი მიმართულებისთვის სპეციალური კამერებიც კი არსებობს, რომელიც მაგალითად მუშაობს მხოლოდ ნომრის ამოცნობაზე, სადაც ფიქსირებულად არის შათერის სპიდი მაღალი, ესე ვთქვათ, დიაფრაგმის დახურვა გაღების სიჩქარე, მაგრამ დიალურად ასრულებს თავის მოვალეობას. ერთი კითხვა მაქვს, სულ მაინტერესებდა ეს მოლარეებს რო უდგათ თავზე კამერები და ეს ფულის თვლელი მანქანა რო ითვლის ფულს. ანუ ეგ shutter speed-ი მაგაზეც არის დამოკიდებული რომ დააფიქსიროს ის რა თქმა უნდა დაპაუზების დროს მანდარი, მაგრამ მან მესამე კომპონენტია კიდე, რამდენი კადრი წამში შეუძლია კამერას დააგენერიროს და მოგაწოდოს ვიდეო ნაკადზე. სტანდარტულად არის 25-30 კადრი წამში, მაგრამ სპეციფიურ კამერებში არის 60 კადრი წამში, 120 კადრი წამში გააჩნია რა გარემოში ვიყენებთ რა. სათამაშო ბიზნესში ხშირად გვხვდება ესეთი კამერები, სადაც პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული კამერის ესე ვთქვათ მონაცემებთან. ლინზებზე მინდა ჩაგეკითხო, კამერის მონაცემებში სულ წერია ესეთ მაგალითად 2.8 მმ f რაღაცა 1 ან f2 4 მმ f3. ბატონო გეტყვით. ეს როგორც ხვდები არის ლინზა და დიაფრაგმა. ამ რა მნიშვნელობა აქვს მაგათ 2 მმ-იანი იქნება თუ 6 მმ-იანი? აქ არის კაშლის კუთხეზეა პირდაპირ დამოკიდებული, რაც უფრო მცირეა, ასე ვთქვათ, რიცხვი, მარტივად რო ვისაუბროთ, მით უფრო ფართე კაშლა აქვს ოპტიკას.
რაც შეეხება მეორე მახასიათებელს F-ი, ეს ნიშნავს რა რაოდენობის სინათლე შედის ამ ოპტიკაში და შემდეგ უკვე ეს პეირისის გავლით როგორ ხდება ესე რა ქვია, კამერის სენსორზე. ეს F-ები F1, F1 და 4 რაც უფრო მაღალია უკეთესია თუ რაც უფრო დაბალია? რა თქმა უნდა, ანუ არის გააჩნია აქ უკვე რომელ კონფიგურაციაში ვიღებთ, იმიტომ რომ გაშლის კუთხე როდესაც დიდია, არ არის ხოლმე დიდი ეგ წოდებული ეს F ნიშნები რა. უფრო ნაწილად, უფრო დიდწილად არ არის ხოლმე დიდი. თუმცა ეგეთი კამერებიც გვხვდება, რა თქმა უნდა, გაშლის კუთხეც დიდია. შესაბამისად დიდი სხივი შედის, მაგრამ ეს არის სპეციფიური ხაზი, ან არის ისეთი კამერები, რომელიც არ არის საშუალო ბიუჯეტი. ანუ თუ არჩევ და შემიძლია, ჯობია პირობითად F1 ვიყიდო, ვიდრე F2. ესე პირდაპირ მაინც ვერ არჩევთ, შეუძლებელია ეგეთი რამე, თუ თქვენ არიცით ზუსტი სცენარი. ეს სცენარი იწყება იმით, რომ ადრე არსებობდა სანამ შეიცვლებოდა ასე ვთქვათ მიდგომები, არსებობდა ესეთი გამონათქვამი არის DORI, რომელიც 4 აბრივიატურაა, ეს DORI, რომელიც ქართულად რო ვისაუბროთ ნიშნავს ესეთ რამეს, რომ კამერა იწყება ესე რომ სად არის დეტექცია, სად არის ობზერვაცია, დაკვირვება, სად არის უკვე ამოცნობა და სად არის იდენტიფიცირება. ამისგან შედგება ეს. თუ ეს 4 მახასიათებელი იცით თქვენ რა გჭირდება თქვენი კონკრეტული მოთხოვნებისთვის, შესაბამისად კამერის შერჩევა ბევრად უფრო გიმარტივდებათ. არსებობს ესეთი კამერებიც, რომელიც 360 გრადუსით ხედავს ყველაფერს, ერთს დააყენებთ და ყველაფერი ჩანს. საერთოდ არ გჭირდება მეტი კამერა, რომ შეხედოთ მართლა ჩანს ყველაფერი, მაგრამ როგორც კი გჭირდებათ იდენტიფიცირება, ამოცნობა ან რამე ეგეთი, მიხვდებით რომ თქვენ უბრალოდ გამოსახულებას ხედავთ, მეტი არაფერს. გასაგებია ეს DORI ახსენეთ, სტანდარტების მიხედვით უგავს მაგალითად ჩვენ წინა პოდკასტებში ვქონდა რომ სახანძროზე გვაქვს სტანდარტი, რომ ქართული 51 დადგენილებაც გვაქვს, რომელსაც აქვს სპეციალური ნორმები და ასევე საერთაშორისო IEN იქნება, NFPA იქნება და ასე შემდეგ. ვიდეო მეთვალყურების კუთხით უგავს რამე სტანდარტი? იდეაში სტანდარტი ამ სამყაროში თითქმის ყველაფრისთვის არსებობს, განსაკუთრებით როდესაც ინდუსტრია 10 წლეულების და 1942 წლის მერე თურმე გქონია CCTV, ხო? არსებობს და ძალიან კარგი სტანდარტი არსებობს, რომელიც აგერ წამოვიღიმე და რომლის შეძენაც ლეგალურად შესაძლებელია საქართველოს სტანდარტებისა და მეტეოროლოგიის ეროვნულ სააგენტოში. ეს სტანდარტი გახლავთ IN 62676-ის მეოთხე ნაწილი და ქართულად ცოტა ისეთი თარგმნა აქვს ვიდეო კონტროლის სისტემები უსაფრთხოების პროგრამებში გამოყენებისთვის და გამოყენების სახელმძღვანელო ცოტა ისე აქვს ნათარგმნი, მაგრამ video surveillance system for using security applications და part 4 ანუ მეოთხე ნაწილი არის application guidelines. ამ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი ის, რაც ზურა მილაპარაკა, მთელი ის პროცესი და რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენთან ახლა სახანძრო სტანდარტზე აპელირებაც, მითითებაც, ტექნიკურ დავალებაში ჩაწერაც, ხო, უფრო ხშირად ხდება და იცის ახლა დამკვეთმაც და შემსრულებელმაც, რომ რაღაცა სტანდარტის მიხედვით უნდა მოითხოვოს პროდუქტი და უნდა მიაწოდონ კიდევაც. სიმართლე გითხრა, CCTV-ის პროექტებში მე ძალიან იშვიათად შემხვედრია, რომ სტანდარტზე მითითებული ტექნიკური დავალება ყოფილიყოს და ვიღაცას მოითხოვოს, რომ აი თქვა IN სტანდარტით აი ეს გარჩევადობა გვინდა. თუმცა როგორც ზურამ თქვა, ის პროგრამული უზრუნველყოფა დაგეგმარების, ეგრეთ წოდებული პლანინგის software-ი რაც არსებობს, ყველაში სწორედ ამ სტანდარტის პარამეტრები არის შეტანილი და ის DORI-ც ამ სტანდარტიდან მოდის. სანამ DORI-ზე ჩავარ, ცოტა პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ სტანდარტში არის აღწერილი ყველაფერი დაწყებული, როგორც ზურამ თქვა, მოთხოვნების ჩამოყალიბებიდან და მოთხოვნების ჩამოყალიბება ხდება რისკების შეფასებით. რა რისკები გვაქვს ობიექტზე, რას როდის და როგორ და რა ხარისხით უნდა ხედავდე და შემდეგ მთელი გზა არის იმის გასავლელად, რომ ჩამოყალიბდეს ოპერირების სპეციფიკაცია, რომლის მიხედვითაც სწორედ ის ტექნიკური დავალება დგება. გარდა ამისა, ძალიან დიდი არის სტანდარტი და კარგი სტანდარტია და ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. ყველა ის პარამეტრი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, თქვა კამერა, მოწყობილობების, იგივე განათებაზე, ლინზების და ჰაუზინგების, ყველაფერზე ილაპარაკა ზურამ. ყველაფერი აგერ ამ სტანდარტში არის გაშლილი და ყველაფერზე შესაძლებელია პასუხის მიღება, როგორი მეთოდოლოგიით უნდა შეიჭრა კონკრეტულად არ წერია 4 მეგაპიქსელი გინდა 2 მეგაპიქსელი. სტანდარტში წერია რა მეთოდოლოგია უნდა გამოიყენო, რომ რაღაცა მიზანს მიაღწიო და შერჩევისას თქვა კონკრეტულად კამერა იქნება, ლინზა იქნება თუ ჩამწერი სისტემა იქნება თუ მოწყობილობა, რას უნდა გაყვე. ერთ საკითხს შევეხები განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია ხოლმე რომ კამათი არის ხოლმე და დარწმუნებულად ზურას უფრო მეტჯერ მქონია ეგეთი სიტუაცია, როდესაც
დადგება ესეთი შეკითხვა, რომ აი ერთი ოპერატორი რამდენ კამერას უნდა უყურებდეს და არის იქ მკითხაობა, რომ ერთ ოპერატორს ერთდროულად რამდენი კამერის კონტროლი შეუძლია და ოპერატორები იძახიან, რომ ერთზე მეც ვერ უყურებთ და იქ მენეჯმენტი იძახის, რომ როგორ კაცო 128 კამერას როგორ უნდა უყუროს ერთმა ოპერატორმა და ეს მეთოდოლოგიაც განსაკუთრებით video surveillance system control room configuration, ანუ საკონტროლო ოთახი როგორ უნდა მოეწყოს, რამდენი მონიტორი უნდა იყოს ერთმა ოპერატორმა, რამდენ გამოსახულებას უნდა უყუროს და როგორ უნდა იყოს განლაგება, ყველაფერი ამის მეთოდოლოგია კონკრეტულად არ წერია, რომ ერთმა ოპერატორმა 1, 8 ან 16 კამერას უნდა უყუროს. აქ წერია მეთოდოლოგია, რეები უნდა გაითვალისწინო, როდესაც ამ პარამეტრს ადგენ. და ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გაწერილი. ეხლა რაც შეეხება ზურას ნახსენებ დორის. დორი სტანდარტში შემოვიდა 2014-ზე. ეს სტანდარტი არის ორი ორგანიზაციის გაერთიანებული სტანდარტი. ერთი არის IEC, International Electrotechnical Commission არის, რომელიც ელექტროობაში და ელექტრომოწყობილობაში ცნობილი ორგანიზაცია და ბევრი სტანდარტია და მეორე არის EN, European Norms, რაც ვიცით იგივე სახანძოში EN 54 გვაქვს. 2015 წელს გაერთიანდა ეს სტანდარტები და 2014 წელს შემოვიდა სწორედ დორი, რომელიც გვაძლევს გამოსახულების დეტალურობის კლასიფიკაციას. და გამოსახულების დეტალურობის კლასიფიკაცია არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რა აპლიკაციაში რა დეტალურობა გვჭირდება და ზურამ სწორედ თქვა, რომ ეს პარამეტრი არის კომპლექსური, ის დამოკიდებულია მატრიცის ზომებზე, დამოკიდებულია ლინზის პარამეტრებზე და საბოლოო ჯამში სტანდარტში შესულია, რომ რამდენი მეტრში რამდენი პიქსელი უნდა ქონდეს, ანუ 1 მეტრში რამდენი პიქსელი უნდა ქონდეს და ეს სხვადასხვა მანძილზე იცვლება, ანუ თუ კამერიდან დაშორებაზეა დამოკიდებული, ხო, თქვა 5 მეტრში თუ რაღაცა გარჩევადობა გაქვს, 10 მეტრში ის გარჩევადობა აღარ გექნება და გექნება განახევრებული პრაქტიკულად, ხო და ასე შემდეგ და აი ეს პროგრამული უზრუნველყოფა დაგეგმარების, CCTV დაგეგმარების, სწორედ ამ კამერიდან დაცლების მიხედვით ძალიან ლამაზად ფერებით გამოგიყოს ამ დეტექციის და გამოსახულების ხარისხის შესაძლებლობებს. დორი, როგორც ზურამ თქვა, მოდის ინგლისურიდან და არის detection, observation, recognition, identification, ეს 4 პარამეტრი კი არა, 4 სცენარია ფაქტობრივად შენ გამოსახულებას რო უყურებ, რისი დადგენის შესაძლებლობა უნდა გქონდეს, ხო? და წინ თავში და ბოლოში ქონდა კიდე რეალურად არის დორი-ი, ანუ მონიტორინგით იწყებოდა და ბოლოს არის რომ გამოძიების რეჟიმ, ანუ CCTV განსხვავებით სხვა უსაფრთხოების სისტემებისაგან არის განსაკუთრებულად ფართოდ გამოყენებული უსაფრთხოების სისტემა და სასამართლოში სამხილის სახითაც ხდება ვიდეო ჩანაწერები და ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ CCTV სწორედ სტანდარტის და ხარისხის შესაბამისად იყოს განხორციელებული. და ეს თქვათ მარტივი პარამეტრია, რომ 25 პიქსელი უნდა გქონდეს 1 მეტრი თქვათ რაღაცაზე, ეგ იქნება detection-ის შესაბამისად. Observation-ზე გაქვს 62 პიქსელი, 62 ნახევარი უпроსტად სურათ მომდას. ოდი ჩაგიკითხებ, 25 პიქსელი არის კამერას უნდა 25 პიქსელი. ამ მანძილ რა კონკრეტულად თქვათ კამერიდან 7 მეტრში თუ გინდა რომ გქონდეს detection-ის დონეზე გამოსახულება 1 მეტრი მინიმუმ 25 პიქსელს უნდა წარმოადგენდეს შენთან სისტემაში. არ ვეგანიშნავს რომ კამერას უნდა ქონდეს 25 პიქსელი. არა. მაგენა შემოდის პიქსელზეა. მაგენა შემოდის უკვე ლინზის პარამეტრი, რა გაშლის კუთხე გაქვს, გაშლის კუთხით განისაზღვრება field of view, ეგრეთ წოდებული რას უყურებ და რამდენმეც უყურებ და იმის შესაბამისად გადაითვლება ეს ყველაფერი. ის software ეს ხელით რო არ თვალო ავტომატურად აკეთებს მაგ ყველაფერს. და მნიშვნელოვანი არის ის რომ აქ მე 2020 წლის ვერსია სტანდარტის წამოღებული 2025 წელს სტანდარტი განახლდა ვიდეო მეთვალყურეობისთვის და ეს ჩვენი დორი და შესაბამისად დორი-ი, რომელსაც ეს 6 დონე ქონდა, შეიცვალა OODP CVS არის, აქ 7 დონე განისაზღვრა. ადამიანურ ენაზე რო გითხრათ, ადამიანურ ენაზე რო გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეს რითი არ გამოწვეული ძველი დორი იყო ადაპტირებული, როდესაც ოპერატორი უყურებდა მონიტორს და იქ რისი დანახვა და რისი გარჩევა შეეძლო და გითხრა 2014 წელს შემოვიდა პირველ სტანდარტში. ამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად რა განვითარდა CCTV-ში AI-ის ჩართულობა და ის ხელსაწყოები, რომელიც გვაძლევს მაგალითად სახის ამოცნობას, მაგალითად მანქანის სარეგისტრაციო ნომრის ამოცნობას და ასევე AI-ის საშუალებით სხვადასხვა სცენარების გარჩევას, იქ თქვა ხალხი შეკრებილია, ვიღაცას ჩემოდანი დარჩა, ვიღაცას რაღაცა ნივთი დარჩა თუ რა. ახალი კლასიფიკაცია უფრო ადაპტირებულია ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე გამოსახულების დამუშავებაში. შესაბამისად, მოთხოვნებიც ის 1 მეტრში რამდენი პიქსელი უნდა ჩანდეს გაიზარდა
და ბოლოში სადაც აი ეს გამოძიებისთვის იყენებდნენ იმ გარჩევადობას, ხო, ძალიან დიდი სივრცე იყო მე-5 და მე-6 დონეს შორის ძველ სტანდარტში და აქ შეავსეს და შესაბამისად 7 დონიანი გახდა ახალი სტანდარტი და პირდაპირ გეუბნება სად რა გინდა რომ გააკეთო და ეს თუ გინდა რომ მიიღო, მაშინ მინიმუმ ამდენი პიქსელი უნდა კონდეს 1 მეტრში იმ გამოსახულებისთვის. მაგრამ სტანდარტი რატო არის კარგი? და დარწმუნებული ვარ ზურას იმასთანაც ბევრჯერ ექნებოდა შეხება რომ დადგება რამდენიმე ადამიანი და ვერასდროს ვერ შეთანხმდება გამოსახულებაზე რა ჩანს. ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ზოგი რაღაცას არჩევს, ზოგი რაღაცას ვერ არჩევს. ზურამ QR კოდებით ტესტირება შესაძლებელია. სტანდარტში ასევე წარმოდგენილია სპეციალური ცხრილი იმისთვის რომ ეს სახის დამუშავებასთან დაკავშირებით არის ესეთი ცხრილი რომელიც ხათაშოა ჩვენ სტუდიაში მსგავსი გაკრული არის აგერ კედელზე ამ ცხრილის საშუალებით ეს ცხრილი იძლევა იმის საშუალებას რომ აი ეს ჩვენ თუ რაღაცა მანძილზე გიჭირავს ეს ცხრილი ასამ ფორმატზე გამობეჭდილი ან პირდაპირ შეძენა შეიძლება სპეციალურად ამ ცხრილის აი აქ თუ ვეღარ არჩევ თეთრს და შავს ერთმანეთისგან ეს იგი შენის გარჩევადობა არ აქვს და ეს პირდაპირ გეუბნება ეს დორის მიხედვით არის ეს 4 დონე დორში ის პირველ და ბოლო დონე ცოტა ისე იყო და ის 4 დონე იყო რაღაც ინდუსტრიის სტანდარტი რომელთაც ეს გარჩევადობა ხდებოდა შესაბამისად ახალ სტანდარტს თავისი ახალი ცხრილი ექნება წარმოუდგენია ფერის პალიტრა ზურამ რო თქვა რომ პლასმასის ფერები ხდება ეს ფერის პალიტრაც იმისთვის არის რომ სუბიექტურად კი არ მოხდეს შეფასება მოხდეს ობიექტურად და გაძლევს ეს ფერის პალიტრა მაგის საშუალებას ასევე კიდევ ზომები რომელიც ამ field of view რეალურად გაზომვის საშუალებას გაძლევს და სტანდარტი გვაძლევს ზოგადად იმის შესაძლებლობას რომ რაღაცა სუბიექტური შეგრძნებების და რაღაცა პიროვნების დამოკიდებულებით კი არ შეფასდეს ესა თუ ის სისტემა არამედ მეცნიერულ დონეზე რაღაცა გაზომვადი პარამეტრების საშუალებით მოხდეს და რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს CCTV სწორედ ისეთი სისტემაა სადაც ამის დანერგვა კი არ შეიძლება აუცილებელია თუ გვინდა რომ კარგი პროდუქტი მივიღოთ. აქ არის სპეციალური მონაცემები, როგორ უნდა თქვა ნომრის სამოცნობაზე რა პარამეტრები უნდა ქონდეს ასე შემდეგ. სტანდარტი არის ძალიან კარგი. ძალიან ფართე, ძალიან და მე ვფიქრობ, რომ როგორც დამკვეთებს, ისევე შემსრულებლებს და ისევე ოპერატორებს თუ ეცოდინებათ ეს სტანდარტი და გარკვეულები იქნებიან ამ სტანდარტში, გაცილებით უკეთეს სისტემას დანერგავენ. როგორც რაღაცა პროცესების მონიტორინგისთვის, ისე ნებისმიერი სხვა დანიშნულებით წეღანს ვახსენოს, თუნდაც სასამართლოში ნივთკიცებით სახით წარმოიდგინება ვიდეო ჩანაწერი. ერთი რაღაც დაამატეს ბოდიში, ნივთკიცებით სახით წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებას დაამატეს, რომ უკვე თითქმის ყველა მწარმოებელს დიდს, რომელსაც პრეტენზია აქვს CCTV-სთან დაკავშირებით, აქვს ესე ვთქვათ ციფრული ხელმოწერით დამტკიცებული ვიდეო, რომელიც არ არის გაყალბებული და ამის იდენტიფიცირება არის მარტივად. დავითმა რაც ახლა ახსნა და თქვა, ანუ ამ ნაწილზე ვსაუბრობდით ჩვენ უბრალოდ ესე ვთქვათ ზედაპირულ დონეზე, მარტივ გასაგებინაზე. იმაში კიდევ არის ცოტა უფრო სიღრმეები, სადაც უკვე მხოლოდ ვიდეო ანალიტიკა აღარ მუშაობს, იქ უკვე აუდიო ანალიტიკაც ერთვება საქმეში, როდესაც ხდება საწარმოო პროცესში დაკვირვება. არის კიდე ესეთი გარემოებები, სადაც არის ფეთქებად საშიში ტერიტორიები და იქ სულ სხვა კლასით მიმდინარეობს ვიდეო მეთვალყურეობა, სიფრთხილით არის რა თქმა უნდა დასაგეგმი ყველაფერი და ხდება სპეციფიური ხაზით ამ ყველაფრის შერჩევა. ესეთივეა დიდ საწარმოებშიც, რომელიც პროცესინგს აკვირდება, არის ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია რომ რაღაც გადახურების საფრთხე იყოს, მაგალითად ელექტროსადგურებზე ან ქარხნებში, სადაც არის მუშა პროცესი, რომ გადახურების საფრთხეს წინასწარ ადეტექტირებდეს კამერა. ის 7 სტანდარტი, რომელიც დავითმა ახსენა, ახალი სტანდარტი უბრალოდ რომელიც 7 პუნქტისგან შედგება, დაეფუძნა უკვე მთლიანად AI-ის განვითარებას. AI-ის განვითარების, ისე ვთქვათ, მიმდინარეობა არ შემოიფარგლება დღეს უკვე მარტო იმით, რომ ამოიცნო ნომერი ან ნახო ვინმე ხო არ არის ახლომახლ. შესაძლებელია გაკეთება ისე, რომ წეღან რაც სტანდარტებში ჩვენ გავიარეთ, რომ რამდენ კამერას უნდა უყურებდეს ოპერატორი, ეს ნაწილი შეიძლება დაფარული იყოს მთლიანად იმით, თუ როგორ არის გადაკონფიგურირებული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.
კამერებს უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოპერატორს თვითონ მიაწოდოს ინფორმაცია, სადაც ხდება კონკრეტულად ის საეჭვო ვითარება, რაც საფრთხეთ არის შეფასებული წინასწარ მატრიცაში. შესაბამისად, ის რომ რაღაც 5000 კამერა ერთდროულად გამოტანილია ზიან და ყველანი ერთად უყურებენ, ესეთი რაღაც არ არსებობს. ასევე არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ყველას გონია რომ მოძრავი კამერა, ეგრეთ წოდებული PTZ კამერა არის ყოველთვის ყველაზე მაგარი გამოსავალი, იმიტომ რომ ერთს დააყენებს და საიტაც კიდევ შეაბრუნებ. მაგრამ იმას მუდმივად თუ არ ოპერირებს ვიღაც, ხო, ის საიტაც დატოვებ, იქ დარჩება გაჩერებული. მაგრამ აქვს ისეთი ფუნქციაც, შეგიძლია გაწერო წინასწარ სცენარი და ამ სცენარს შეასრულებს კონკრეტულად შებრუნდება, დაზუმავს, შეხედავს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ის კამერა, რომელთაც შეიძლება გადააზღვიო ყველა რისკი. ის არის მონიტორინგისთვის და ისეთი ადგილებისთვის, სადაც გჭირდება კონკრეტული რაღაცის დეტალიზაცია და იმის ამოღება. ასევე სტანდარტში მინდა ვთქვა, რომ არის მოყვანილი როგორ ადეტექტირებს ეს ვიდეო სახის გამოსახულებებს და სად შემოდის უკვე ესე ვთქვათ GDR-ის ნაწილი, რომელიც არის პირადი ინფორმაციის მატარებელია მთელი სისტემა და უკვე კანონი ერთვება საქმეში და ჩართულია, თქმა უნდა, რომ თქვენ არ აგროვებთ მხოლოდ ვიდეო გამოსახულებას, თქვენ აგროვებთ სრულ, ესე ვთქვათ, ინფორმაციას ადამიანებზე, იმიტომ რომ თანამედროვე კამერები იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანზე შევაგროვოთ ყველაფერი, ჩაცმულობიდან დაწყებული, ნივთებით დასრულებული თუ რა ქონდა, როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი მომენტი, რომ სად ხდება ამ ვიდეოს არქივაცია, ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რომ ეს არქივაცია არ მოხდება, ესე ვთქვათ, ფართო მასებში, ან არ გაჟონავს რამე ისეთი ინფორმაცია, რომ აი ეს PTZ კამერა წეგან იმიტომ ვახსენე, რომ არის ინსტრუმენტი ისეთი, რომელთაც შეგიძლია ადამიანს დააკვირდე მანერებზეც, ნებისმიერ მანერაზე. და თუ არის განთავსებული ისეთ ადგილას ეს PTZ კამერა, სადაც არის ან საკვები ობიექტი, ან მოსაწევი ზონა, ან რამე, შეგიძლია ადამიანის მანერები გადაიღო, რომელიც პირდაპირ აკრძალულია და ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც შეზღუდვა და არსებობს ესეთი შეზღუდვები თანამედროვე ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობ, გააჩნია ეგრეთ წოდებული დაცვა ამ ყველაფრისგან და ეს დაცვა მოიცავს საკუთარ თავში შემდეგ რამეს, რომ ეკრანი, რომელზეც მუშაობ და რაღაცას აკეთებ, ის ეკრანი წერება მუდმივად. შენი მაუსის კურსორიდან დაწყებული კლავიატურის გამოყენებით. ნებისმიერი კამერის, ნებისმიერი შეტრიალება, ნებისმიერი კადრი, ყველაფერი იწერება აბსოლუტურად. ეს ოპერატორი გაკონტროლდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანამდე იყო ესე, რომ ოპერატორთან ინფორმაცია ვერ გაქონდა თუ დაბლოკილი იყო USB პორტები, რომ ვინმეს ვიდეო ვერ გადმოეწერა. დღეს ვიდეოს გადმოწერას არავინ არ ცდილობს, არსებობს smartphone-ი, ჩართავ, გადაიღებ და всё გადმოწერილია შენ ტელეფონში. ამიტომ დაცული უნდა იყოს ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სივრცეში, სადაც მონიტორინგის ცენტრია მოწყობილი, იქ smartphone-ი არ გამოიყენება. არსებობს ამისთვის სპეციალური ტელეფონები, რომელსაც ძალიან კარგი მიღება აქვს, იდეალურად ისმის ხმა, მაგრამ არ გააჩნია კამერა, არ გააჩნია მესიჯი და არ გააჩნია მსგავსი ფუნქციები. თუ მაინც და მაინც ესეთი რამეც ვერ ხდება, ამ ოთახში ვერ შეთანხმების პროცესიც კი ვერ არის ისეთი, რომ დაამატებით დააყენო კამერა და აკონტროლო ოპერატორები, იმიტომ რომ შენ არ ღვე უკვე იმ კანონს, რომელიც არის პერსონალური ინფორმაციის გაუთქმელობა. მოკლედ, ოპერირების სტანდარტი არ მოიცავს მხოლოდ იმას, რომ რას უნდა უყურებდეს ოპერატორი და როგორ უნდა უყურებდეს, მოიცავს თავის თავში იმას, რომ რამდენ ხანს უნდა უყურებდეს ოპერატორი და რა ინტენსივობით უნდა ხდებოდეს მათი ცვლილება. ამის მონიტორინგიც გააჩნია თანამედროვე ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს და შესაბამისად რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც წინასწარ არის გაწერილი, ავტომატურად ხდება, ასე ვთქვათ, პროგრამიდან გამოსვლა და ითხოვს ახალი იუზერის დალოგონებას, რომ გაგრძელდეს ოპერირება. არსებობს emergency სიტუაცია, როდესაც ვერ უცვლით ოპერატორებს, ესეთი შემთხვევისთვისაც გათვლილია და შეუძლია, რომ ასე ვთქვათ, ოპერატორების ხელმძღვანელს გაუგზავნოს იმეილი, რომ ოპერატორი ვერ იცვლება და მიიღეთ ზომები. თუ ესეც არ მოხდა, ამ შემთხვევაში კიდე არსებობს ერთი მექანიზმი, სადაც უკვე ოპერატორს ეხმარება AI სრულად და ისიც გადადის მონიტორინგის რეჟიმზე და შესაბამისად ოპერატორს უკვე აწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, მანამ სანამ შეიცვლება ეს ოპერატორი და დასვენებული ადამიანი მოოპერირებისთვის. სურა, ეს GDPR-ი რო ახსენე,
ჩაწერის რეჟიმზე არის რამე სტანდარტი GDPR-თან მიმართებაში, რომ აუცილებლად უნდა იწერებოდეს ან რაღაცა გარკვეული თუ არის რაღაც სცენარი ან ისეთი სიტუაცია, სადაც უნდა იწერებოდეს, სადაც შეიძლება არ იწერებოდეს. მსგავსი რაღაც სტანდარტში თუ არის. სტანდარტში არის მოცემული შემდეგი რამ, რომ სადაც კი მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, ყველგან უნდა იყოს მანიშნებელი ნიშნები გამოკრული, რომ მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი და შესაბამისად ადამიანმა იციან, რომ მიმდინარეობს. აქ სტანდარტი არეგულირებს ერთ რამეს, რომ ეს ჩაწერილი ინფორმაცია რა დროითაც, რა პერიოდითაც ინახება სტანდარტულად. მე ესე ვიცი, ესეა, რომ 30 კალენდარული დღე შეგიძლია შეინახო. თუ უფრო მეტყანს ინახა, უნდა დაასაბუთო, ისი გულისთვის ინახავ, რასთვის გჭირდება. როდესაც ოფიციალურ ასე ვთქვათ, ორგანიზაციებს ვეხებით, მაგრამ სახლში თუ გვაქვს დადგმული, შეგიძლია შეინახო მრავალი წლის განმავლობაში. გასაგებია, საუბარი არის იმაზე, რომ აი ოპერატორის ჩანაწერზე რა, დესკტოპის ჩანაწერზე, რომ რა გააკეთა და როგორც წესი, ლოგები, როგორც წესი ეს სტანდარტის მოთხოვნა თუ არის. კი, მანდამდე მივალთ, როგორც წესი, სისტემა აკეთებს თავის თავში ლოგირებას, ლოგირება მოიცავს, ანუ ინახავს ინფორმაციას, ხდომილებათა ჟურნალს, სადაც არის შენახული ყველა აბსოლუტურად ის მოქმედება, სიტუაცია თუ ნებისმიერი რამ, რაც ამ სისტემის კომპონენტებს ერთმანეთთან აკავშირებს, არის შენახული. ეს არის განსაზღვრული და მოიცავს თავის შემდეგ რამეს, რომ სისტემის მასშტაბიდან გამომდინარე, თუ რა მასშტაბის არის სისტემა, იქიდან გამომდინარე ინახება კონკრეტული მიმართულების ლოგები. ერთწლიანი ჩანაწერი ან 6 თვიანი ჩანაწერი არის ხოლმე როგორც წესი სტანდარტის მიხედვით, იმიტომ რომ თუ მოხდა რაღაცის გასაჩივრება, მოხდა ესე ვთქვათ დარღვევის დაფიქსირება, რომელიც შეიძლება მივიდეს სადაო საკითხამდე სასამართლოში, რომ 30 დღეში ამის წაშლა არ მოხდეს, მანამ სანამ გამოითხოვს სასამართლომ ოფიციალურად ლოგებს, ესე იყო მართლა თუ არ იყო და ამოიღებს. ამიტომ ინახებას ლოგების შენახვა შესაძლებელია. მაგრამ ვიდეო ჩანაწერზე არსებობს უკვე მამტკიცებელი ფორმები, რომ რატომ ინახავთ ვიდეო ჩანაწერს რაღაც დროზე მეტხანს. ლოგებზეც მიმდინარე პროცესია, რომ რამდენ ხანს უნდა იყოს შენახული და არის ხა საუბარი, რომ იგივე 30 დღეზე მიაბანდა, ასე ვთქვათ, წაიშალოს, რომ 30 დღეში უნდა მოხდეს გამოთხოვა და ამოღება და არქივაცია ამ ყველაფრის. კეთილი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროექტირებასთან და ზოგადად სისტემის დაგეგმვასთან ერთად არის მისი ტექნიკური მომსახურება, მეინტენანსი, თქვათ. რა თქმა უნდა. ეს მეინტენანსის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად სისტემის ოპერირებისთვის, როგორც ზოგადად ოპერირებისთვის და ასევე მისი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, რომ რა შეიძლება რომ ვთქვათ, თუ ცუდად მუშაობს სისტემა, შეიძლება ერთი თვეც არ იმუშაოს, მაგრამ თუ სწორად მოიმსახურები, იმუშავებს ალბათ წლები, ხო? რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში აქ ისევ შემოდის ერთი კომპონენტი, რომ როგორი ტიპის მომსახურებაზე მივდივართ სისტემებთან. ზოგადად მასშტაბირებადია CCTV სისტემა, რომ თუ აკეთებ სისტემას, შეგიძლია ნებისმიერ დროს გაზარდო, შესაბამისად, რაღაც რესურსი ყოველთვის არის წინასწარ ჩადებული. ამ რესურსის მოვლა და იმ კომპონენტების მოვლა, რომლითაც სისტემაა აწყობილი, პირდაპირ კავშირშია თუ რამდენ ხანს და როგორი ხარისხით მოგემსახურება სისტემა. ეს არ მოიცავს მაგალითად, რომ შეგვიდე სისტემაში და ნახო ყველაფერი, აჩვენებს ყველაფერი კარგად არის და წახვიდე. კამერებს ჭირდება პერიოდული ლინზის წმენდა, ყველაზე დიდი ნაწილი აქ იკლებს, ესე ვთქვათ, გამოსახულების და აქ იკარგება ხარისხი. მეორე არის არქივაციის ნაწილში, რომ მყარი დისკების მდგომარეობა შემოწმდეს, ეგრეთ წოდებული health check-ი ჩატარდეს, თუ რა კონდიციაშია. ასევე უნდა შემოწმდეს ის სერვერული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამას ემსახურება და ქსელური კომუტატორები, რომელიც ამ ყველაფრის მაკავშირებელია. ეს ყველა კომპონენტი თუ გამართულია, შემდეგ აუცილებელია თავიდანვე და შემდეგ უნდა შემოწმდეს უწყვეტი კვების წყარო, რამდენად აქვს ამ სისტემას. იმიტომ რომ ესეთი სისტემები, როგორც წესი, უნდა იყოს უწყვეტი კვების წყაროსთან დაკავშირებული. რადგან ჩაწერის დროს მუდმივად ტრიალის რეჟიმშია, ესე ვთქვათ, მყარი დისკები და მათი მყისიერი გათიშვა იწვევს დისკის დაზიანებას. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ყოველთვის იყოს UPS-ი და სისტემას შეეძლოს თუნდაც რაღაც პერიოდის შემდეგ თუ
დენია. დაბრუნდა რაღაც იყო სცენარი გაწერილი, რომ სისტემა წავიდეს shutdown-ზე, დაგეგმილზე და დაელოდოს კვების აღდგენას. სურა ქსელური ინფრასტრუქტურა ახსენე, შენ და ქსელის კომპონენტები ახსენე და რამდენად მნიშვნელოვანია თქვა ქსელის გამტარუნარიანობა და როგორ ახდენს ეს გავლენას კამერაზე, თქვა ინფორმაციის გადაცემაზე, ვიდეოს დამუშავებაზე და ასე შემდეგ, თქვა, გაგზავნაზე რა იმ ინფორმაციას. ძალიან კარგი კითხვაა. ქსელის კომპონენტების შერჩევის დროს მთავარი და ქსელის დაგეგმვის დროს მთავარი რაც არის ის, რომ ქსელი უნდა იყოს იზოლირებული, რა თქმა უნდა, შიდა სხვა ქსელებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოხდეს თავდასხმა, კიბერშეტევას გულისხმობ და CCTV-ის ქსელი არ გახდეს შეღწევის საშუალება სხვა სისტემებისთვის. მაგრამ არის ასეთი მომენტი კიდევ, რომ თუ სისტემა არის საკმაოდ მოცულობითი, როგორც აღნიშნეთ და დიდი და ყავს ბევრი კლიენტი, მომხმარებელი, ეგრეთ წოდებული, ამ შემთხვევაში ქსელის დატვირთვა შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ. თუ არ გვაქვს სწორად გათვლილი. აქ შემოდის უკვე ქსელის კომპონენტები, არა ქსელის პროტოკოლები, გადაცემის პროტოკოლებზეა საუბარი. ისეთი სისტემა, სადაც არსებობს კამერები, ჩამწერდა ერთი ოპერატორი, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეგრეთ წოდებული unicast-ი, სადაც კამერიდან პირდაპირ მიეწოდება ვიდეო ნაკადი ჩამწერს და ვიდეო ნაკადიდან პირდაპირ მიეწოდება user-ს. მაგრამ, როდესაც არსებობს დიდი სისტემა, სადაც არის რამოდენიმე სხვადასხვა ობიექტი, ამ ობიექტებს თავთავისი, ესე ვთქვათ, კლიენტები ყავს და არსებობს კიდე რამოდენიმე კლიენტი, ამ შემთხვევაში თუ გამოვიყენებთ unicast-ს, კამერებიდან იგზავნება ყველასთან ინდივიდუალური სტრიმი. შესაბამისად, ქსელის დატვირთვა იზრდება კოლოსალურად, იმიტომ რომ ერთმა კამერამ შეიძლება გადატვირთოს ძალიან ქსელი. არსებობს ესეთი პროტოკოლი, რომელსაც ქვია multicast-ი, რომელიც აკეთებს შემდეგ რამეს, რომ კამერიდან წამოსული ვიდეო ნაკადი გენერირდება ქსელურ კომუტატორში, რა თქმა უნდა, გჭირდება კარგი ქსელური კომუტატორი, კარგში უგულისხმობ იმას, რომ უნდა შეეძლოს multicast-ის დამუშავება და multicast-ი მუშაობს შემდეგნაირად, უნდა იყოს სწორად აწყობილი. მხოლოდ გასცემდეს იმ მიმართულებით ამ სტრიმს, საიდანაც შემოვიდა მოთხოვნა. სხვა შემთხვევაში ეს სტრიმი გაიბნევა და მივიღებთ უკვე broadcast-ს, სადაც ყველა ერთმანეთს ესაუბრება და არის, ასე ვთქვათ, ქსელში მუდმივი მიმოცვლა ინფორმაციის. კარგად აწყობილ მასშტაბურ სისტემაში აუცილებელია multicast-ის გამოყენება, რო არ მოხდეს ქსელის გადატვირთვა და რო არ მოხდეს, ესე ვთქვათ, ქსელური კოლაფსი. ქსელურ კოლაფსში გულისხმობთ იმას, რომ შემდეგ უკვე ვიღებთ წყვეტას, შემდეგ უკვე ვიღებთ დაპიქსელებას და ვიღებთ ეგრეთ წოდებულ გაშეშებულ კადრებს, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ისევ დაბრუნდება ნორმალურ მდგომარეობაში, თუმცა ეს იღებს სისტემურ ხასიათს. შვენიერი. ეხლა ზურა აზერ შენ საუბრობთ, ეხლა დავითმაც ახსენა, რომ ეს ყველაფერი მოცემულია ამ სტანდარტში. დიახ. მაგრამ მე პირადად საქართველოში, რა ვიცი, 2-3 ადამიანი ვიცი, 2 თქვა ხართ და მე 3-4 შეიძლება კიდე ვიცოდე, ვიცი საერთოდ ამ სტანდარტის არსებობის შესახებ. ციდზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან და ძალიან ძვირი ღირს ეს სტანდარტი ვერ ყიდულობს ხალხი თუ წაკითხვის სისტემატის პრობლემაა თუ რა? სურვილის პრობლემა არის. ძვირი არ არის, რამდენიმე ასეულ ლარზე არის საუბარი, ალბათ 200-300 ლარის ფარგლებში დაახლოებით. ზუსტად ფასი არ ვიცი მაგრამ მინიმუმ რამდენიმე წელი აქტიურია, ხო ეს? კი, აქტიური არის, სტანდარტს კარგი ისა აქვს, რომ და საშუალოდ არის ხოლმე 4 წელი NFPA-შიც ესე არის განახლების ციკლი, რომ ახალი რევიზიონი უნდა გამოიოს, ახალი რევიზია და გათვალისწინებული უნდა იქნას იმ მიმდინარე ცვლილებებს. სწორედ ესე მოხდა ამ ვიდეო მეთვალყურების სტანდარტშიც, რომ შეხედეს, რომ 10 წლის განმავლობაში საით განვითარდა ინდუსტრია, შესაბამისად გახდა საჭირო ზომები მიეღოთ. მაგრამ სტანდარტის გარეშე წეგანას კიდე გავიმეორო, სტანდარტის გარეშე სუბიექტურ შეფასებებზე დაფუძნებული სისტემა ვერასოდეს ვერ იქნება გამართული. სტანდარტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სისტემა აიგოს ობიექტურ მოთხოვნებზე, რომელიც არ არის ვიღაცა კონკრეტულ პიროვნებაზე დამოკიდებული და იმის შეფასებაზე, რომ აი ეს გამოსახულება მომწონს და კარგია და კარგ ფერებს გადმოსცემს და ესეც ოთახიც კარგად გვაქვს მოწყობილი და ეს ერთი ოპერატორი ეყოფა ყველაფერი ამის გაკეთებას. სტანდარტი სწორედ ის არის, რომ 10 წლების განმავლობაში შეისწავლეს
და შესაბამისი ცოდნის, განათლების და გამოცდილების ადამიანებმა შექმნეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ და მივყვეთ ამ დოკუმენტს, თუ გინდა რომ კაი შედეგი მივიღოთ. წეგან maintenance-ს რო იკითხავს დევნამ, რა თქმა უნდა, maintenance-იც კი არა, final documentation-ზე ელემენტად ყველა სისტემას თავის შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა ქონდეს, რომ ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და ყველა სტანდარტი ითხოვს, რომ სისტემას უნდა გააჩნდეს დოკუმენტაცია, რომელიც საშუალებას მიცემს სხვა მესამე კომპანიას რომ მოემსახუროს წესიერად და არ იყოს ვიღაცა კონკრეტული ერთ ადამიანზე მიბმული, რომ მარტო იმანიცის სად რა გააკეთა, როგორ გააკეთა და რანაირად გააკეთა. დოკუმენტაცია სწორედ მაგას ემსახურება. აქვე სტანდარტში გაწერილია maintenance services შეთანხმება და staff-ი და რა არის corrective maintenance-ი და რა არის preventive maintenance-ი, რაც უნდა თქვა, რომ გასაწმენდია ლინზა და წინასწარ უნდა მოემსახურო იმისთვის, რომ სისტემა მუდმივად იყოს კარგ კონდიციაში და შესაძლებლობა ქონდეს, რომ კარგი ხარისხის გამოსახულება მოქცეს და კიდევ ერთხელ რა ვიცი აღნიშნა, რომ აი ეს ტესტირების გეგმაც და მეთოდოლოგიაც გაწერილი არის, რომ სუბიექტური დამოკიდებულება და კრიტერიუმები მაქსიმალურად გამოირიცხოს და რაღაცა ობიექტურ შეთანხმებებზე და შეფასებებზე იყოს დამოკიდებული, როგორც სისტემის შერჩევა, დანერგვა, დატესტვა ოპერირება და მომსახურება. ანუ ადამიანი თუ არ არის ზარმაცი და ამ მიმართულებით თუ მუშაობს, შეუძლია სადაც 500 ლარის ფარგლებში იყიდოს. კი ბატონო. 60 გვერდი წაიკითხოს და კი ბატონო. თუ ზედმიწევნით არ მიყვება სტანდარტიც მაინც ეცოდინება სწორი როგორ არის გასაკეთებელი. თუ კომპანია იქნება თუ ადამიანი ამ ინდუსტრიაში მუშაობს, რავი, სტანდარტის ქონა არის აუცილებელი. მე მაგალითად დამკვეთებს მივცემდი ესეთ რეკომენდაციას, რომ როდესაც ადამიანი მოდის ამ კომპანია და გპირდებათ, რომ აი თანამედროვე მოწინავე სტანდარტებით შევასრულებთ, უბრალოდ მოსთხოვეთ, რა ერთი მოგვიტანე ეს სტანდარტი, შეგვახედე, ერთი თვალით შეგვახედე, რომელი სტანდარტით ასრულებ მაგას და მე მგონი მარტივად გაირკვევა და გამოჩნდება ვინ რის საფუძველზე მუშაობს და რითი აკეთებს და აწვდის იმ პროდუქტს, რომელსაც პირდება დამკვეთს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს მეტროლოგიის სააგენტო თუ რა ქვია, ცოტა ესახსენ საიდან შეიძლება ამის კიდევ, მაგრამ თვითონ სტანდარტი ქართული არ არის. ჩვენ არა, სტანდარტი ქართული არის, სტანდარტი. ეს უბრალოდ პერსონის რა ქვია, ევროპული დაცული რო იყოს. კი და ყველა გვერდზე არის შემძენის პირადი ნომერიც და კომპანიის კოდიც დატანილი და საშუალებას გვაძლევს, რომ ცალსახად და წერია, რომ მისი გავრცელება სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე თან ყველა გვერდზე წერია, აკრძალულია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. სადაც შესაძლებელია ყველა IN, ISO და EX სტანდარტების შეძენა. NFPA ცალკე ორგანიზაცია ძირითადად ამერიკაზე და ამერიკასთან დაკავშირებულ ქვეყნებზე არის ასე ვთქვათ ორიენტირებული, მაგრამ ეს ევროპული სტანდარტები, იგივე IN 54, რომელიც ხანძარქრობაში გვაქვს, ასეთივე სტანდარტი, რადგან სტანდარტებზე ცოტა გავამახვილოთ ყურადღება, მსმენელებისთვის საყურადღებოდ ვიტყვი, რომ არსებობს როგორც დაშვების კონტროლზე რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, როგორც შეღწევის სიგნალიზაციაზე, ასევე აი ამ უსაფრთხოების ოთახების მოწყობაზე უსაფრთხოების სფერო ძალიან კარგად არის წარმოდგენილი სტანდარტებში და ყველა სტანდარტის ოფიციალურად შეძენა საქართველოს შესაძლებელია და მარტო შეძენა კი არა, თავარი არის რომ უნდა წაიკითხოს, გაიგოს ადამიანმა და შემდეგ მის მიერ შეთავაზებული სისტემა სწორედ სტანდარტის მოთხოვნებს უნდა ეფუძნებოდეს და დაიჯეროს. ხო, ეგ ცალკე საკითხია კიდევ რომ არის ესეთი ალბათ შეხვედრიათ თქვენს რომ რაღაც დაზიანდა და მთლიანად ჩანაწერი დაიკარგა. აღარ არის. ნუ შეეკითხები ადამიანს თუნდაც ვინც დაინსტალირა ან თანამშრომელს გეუბნება რომ ნუ გაფუჭდა რაღაც და ყველაფერი დაიკარგა. არსებობს ადგილები და ლოკაციები და ობიექტები, სადაც ეს ყველაფერი იქნება ნორმალური მდგომარეობა, თუ მე სახლში მაქვს და ეზოს უყურებ. ამ შემთხვევაში დაიკარგოს პირობითად, მაგრამ თუ არის ობიექტი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან რაღაც ესეთი, ამის ჩანაწერების ესე დაიკარგა არ შეიძლება. ამისთვის არსებობს ეგრეთ წოდებული დამზღვევი failover სისტემები, რომელიც უნდა აზღვევდნენ ამ ყველაფერს, რომ მანამ სანამ ეს ყველაფერი მივვა იმ კონდიციამდე, თუ maintenance არ იქნება, რაც დემნა მახსენა, რომ დადგება რისკის ქვეშ, აი ამ სისტემა მიმუშაოს თუ მოხდება ჩავარდნა. მხოლოდ მაშინ არ მუშაობს ეს სისტემა, მინდა გითხრათ, მუშაობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაგეგმილია ისეთი მომსახურება სისტემის, რომელიც საჭიროებს ერთ-ერთი ჩამწერი სერვერის გათიშვას ან მასში რაღაცის შეცვლას.
ამ შემთხვევაში რო არ მოხდეს დაკარგვა, ამისთვის არსებობს failover სისტემა. ამ ჩამწერებზე ცოტა უფრო მეტი მინდა გესაუბრო ზურა, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალ, აი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის სახლში, ბინაში, თავის ნაკვეთში უნდა დააყენოს ვიდეოკამერა, შეგიძლია რომ რა თავარ კომპონენტებს მიაქციოს ყურადღება, როცა ყიდულობს კამერას. აი ეს წეხარ ვახსენეთ, რა ვიცი, აი კამერის გული და თვარი არის, სენსორი, დიაფრაგმა, მე მეგაპიქსელი, აი რას მიაქციოს ყურადღება და პირობითად კორიდორს თუ იწერს, რას უნდა მიაქციოს ყურადღებას, ფართო ხედვის ჩაწერას, რა თქმა უნდა, მოკლედ ასეთი მოცემულობის შემთხვევაში მთავარი რაც არის არჩევისთვის არის შემდეგი პარამეტრები. Რო გათვალისწინებული გქონდეს სახლში ალბათ ხშირად შეგვედრიათ, რომ შიგნით როდესაც ხართ სახლში, ფანჯრიდან შემოდის იმდენით განათება, იმდენია შუქი, რომ შიგნით დაყენებული კამერა გარეთ ფაქტიურად ვერ მოახდენს დეტექციას, ეს ხდება სადარბაზოებშიც და ეს ხდება კორიდორებშიც. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ კამერას აქვს თუ არა ეგრეთ წოდებული აბრევიატურა VDR, რომელიც ნიშნება Wide Dynamic Range, ფართო დინამიური დიაპაზონი, რაც აკეთებს ესე ვთქვათ ამის კომპენსირებას, რომ ჩაბნელებულ ადგილას და განათებულ ადგილას აკომპენსირებს ისე, რომ გამოსახულება ხდება აღქმადი. მეორე რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება არის ის, რომ რამდენ მეტრზე შეუძლია ღამის ხედვა, ეგრეთ წოდებული ინფრაწითელი განათება და რა ფუნქციები აქვს ჩაშენებული. მე მაგალითად თანამედროვე კამერისთვის აგვირჩევდი ისეთს უკვე, რომელსაც თავისი მცირე ხელოვნური ინტელექტი ექნება ჩაშენებული, რომ მუდმივად მე არ უყურო კამერას და მომდიოდეს შეტყობინებები, რადგან ყველა ესეთი კამერა უმრავლესობა მაინც არის cloud based დაფუძნებული, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რომელიღაც ესე ვთქვათ cloud-თან და იქედან ხდება უკვე ჩვენს ტელეფონში მისი ტრანსლირება. შესაბამისად, კამერას უნდა გააჩნდეს შემდეგი პარამეტრები, რომ კვება უნდა შეეძლოს, რომ მიეწოდოს PoE, ეგრეთ წოდებული Power over Ethernet, ანუ ერთი კაბელით უნდა შეეძლოს კვება და ვიდეო გამოსახულება. უნდა იყოს გარემო პირობებისადმი მედგრადი, ანუ ეს მოიცავს იმას, რომ წვიმა, ქარი, რაღაც მცირე დაზიანებები, ამის სტანდარტები ცალკე არსებობს, რომელიც შეგვიძლია ჩაუყვეთ. უნდა გქონდეს ღამის ხედვის განათება და კარგი იქნებოდა თუ ექნება ეგრეთ წოდებული შიდა ჩაწერის ფუნქცია Edge Storage, რომელიც შიგნით იდება microSD ბარათი, სადაც ხდება ამ ყველაფრის არქივაცია. მე ამ კომპონენტებით აგვირჩევდი ალბათ კამერას. შვენიერი, აი 5-6 წლის წინ როცა მქონდა სახლში სხვა კამერებს უშუალოდ ყიდულობ იაფიანსაც, ვირიანსაც 5-6 წლის წინ როდესაც მქონდა დაყენებული მაგალითად ადამიანზე გამოგიგზავნოს შეტყობინება, რა ვიცი, ძაღლზე გამოგიგზავნოს, ყველაფერზე აგზავნიდა, ყველა მოძრაობაზე, მაგრამ ეხა ამ ბოლო წლებში უკვე ნაკლი იმდენად AI ახსენათ, ეხლა დავითმა ისე განვითარდა, რომ ეს მცდარი შეტყობინებები თითქმის აღარ მოდის. იმიტომ რომ ადრინდელი ძველ კამერებში ეს შეტყობინებები მოდიოდა, მაგრამ მოდიოდა ყველაფერზე და 1 დღე, 2 დღე, 5 დღე და შემდეგ თიშავდა ადამიანი. შეუძლებელი არის ახლა სულ ტელეფონში თუк ყველაფერზე ჩახედავ, არაფერი არა ჩახედავ, რაღაცა ტვერია, ობობამ გაიარა. პანიკაში მყოფი კამერა. კი, მე პეპელაზეც იყო რა, პეპელა დავაყენე რაღაც კამერა და პეპელა რაღაც თუ დიდი ბუზი შეხედავთ, იმიტომ რომ თანამედროვე AI-შიც და თანამედროვე კამერებშიც ხშირია ეგეთი რამე, როდესაც ანალიტიკა აწყობილია და რამოდენიმე ტიპის ანალიტიკა მუშაობს ერთი და იგივე კამერიდან, როგორც არის მაგალითად ხაზის გადაკვეთა, ლოითერინგი, ანუ რაღაც დროის ზე დიდხანს თუ ჩერდებიან ადამიანები კონკრეტულ სივრცეში და მოძრაობა და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში კამერაში ხდება ეგრეთ წოდებული შესწავლა, არეალის შესწავლა, learning-ი, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს. მაგრამ აი ეს პეპელა, რომელიც დევნა მახსენა და მოვადაზეთ კამერაზე დაждდება, იწევს გამოსახულების დაკარგვას და კამერა იძახს, რომ მაქვს თამფერინგი, დავიფარე, მე ვერაფერს ვერ ხედავ და მაინც ისტერიკაში ჩავარდება. არა, არ სამჯდარა, უბრალოდ დრო გაიარა რა კამერასთან მოვიდა შეტყობინება, რომ აი ამ არა ეგეთები არა. დავითმა რაც ახსენა, ეს ანალიტიკა რა თქმა უნდა დახვეწილია AI-სთან საკმაოდ წინსვლა, რომ აღარ მოდის ცრუ განგაშები, თუმცა ერთ რამეში მაინც საჭიროა, რომ კიდე უფრო განვითარდნენ, მაგალითად ისეთი რამ, რომ თქვენ ალბათ გაგიგიათ, რომ
დენდროლოგია პირველი მოსაკითხია, როდესაც ხდება კამერების დაპროექტება, რომ სად არის ხე, ბუჩქი, ბალახი. იმიტომ რომ თუ ახლოს არის მცენარე, ფოთლოვანი, წიწვოვანი, არ აქვს მნიშვნელობა, ღამით ინფრაწითელ განათებაში 4-5 წლის წინ კამერები ხდებოდნენ ბრმა ფაქტიურად, იმიტომ რომ მთელი ეს ინფრაწითელი განათება ბრუნდებოდა რეფლექშენით უკან და კამერას აბრმავებდა. დღეს ეს ცოტა გამოსწორებულია, ცოტა, ვერ ვიტყვით რომ სრულად, მაგრამ ცოტა გამოსწორებულია. ესეთი ნაწილი კი დაგეთანხმებით რომ დაიხვეწა, მაგრამ ჯერჯერობით არ არის იმდენად მისული, რომ ამას დაეყრდნოთ სრულად და თქვათ, რომ კამერა აყენია, სადაც გაწერილი მაქვს ყველანაირი ის, რაც მე საფრთხეთ აღვიქვი და არაფერი არ მოხდება. მარტივად შეიძლება შეცდეს ჯერჯერობით კამერა. ინფრასტრუქტურასა დაუბრუნდეთ. მაშინ თუ კოლეგებს არ აქვთ რაიმე კითხვა, მე მაინტერესებს ესეთ რაღაცები, წეხან ახსენებდი. ანუ ჩვენ მოვედით 1942 წლიდან, როდესაც ხოლმე ლაივს უყურებდნენ, დღეს შეგვიძლიათ ვეობით შევინახოთ ვიდეო ჩანაწერი, რადგან გვაქვს მყარი დისკები და უზარმაზარი შემონახული მასივები. ვიდეო მეთვალყურების მიმართულებით დღეს გავრცელებული არის ძირითადად ესეთ ეგრეთ წოდებული NVR-ები, ეგრეთ წოდებული ქსელური ვიდეო ჩამწერი და არის პროგრამული უზრუნველყოფილები, რომლებიც კონკრეტულად ვიდეო მეთვალყურების პროგრამული უზრუნველყოფა. ბევრ მწარმოებელს აქვს, არიან მწარმოებლები, რომლებიც მხოლოდ ამას აწარმოებენ. კი, რა თქმა უნდა. რა განსხვავება ამათ შორის ახლა სახლისთვის, რა თქმა უნდა, რომ ვერ გვექნება და არც გვექნება სერვერები და ვიდეო მეთვალყურების პროგრამული უზრუნველყოფები, მაგრამ ორგანიზაციებისთვის, პოლიციისთვის, ბანკისთვის და მსხვილი მომხმარებლებისთვის რა განსხვავებები არის, ანუ რატომ მაგალითად NVR-ები ან რატომ სერვერული და პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტებიან მე როგორც მომხმარებელს რო ვიყო პირობითად ბანკის წარმომადგენელი რა განსხვავებას მომცემს ან თუ მომცემს საერთოდ განსხვავებას გარდა ფასისა. რა თქმა უნდა, მან საკამათო მომენტამდე ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე ადამიანთან თუ ისევ დაუბრუნდები იმ საკითხს, არ გაქვს საკითხული სტანდარტი და ზოგადად არ იცი რატომ მივიდა კაცობრიობა იმ დასკვნამდე, რომ აირჩიოს ვიდეო მენეჯმენტ სისტემა BMS-ი. ეს მოიცავს თავის-თავში შემდეგს, რომ მას შეუძლია გააერთიანოს სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული, სხვადასხვა სერვერების, ესე ვთქვათ, ბევრი მოწყობილობები ერთ სივრცეში თავისთან და შეძლოს მათი ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოქცევა. რაც მოიცავს მას, რომ მას აქვს მუდმივად შესაძლებლობა ამოწმოს ყველა მოწყობილობა, ამოწმოს ყველა ოპერატორი, ამოწმოს მასში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობა, რაც მის სტაბილურობას ჭირდება, ასევე არის ჩაშენებული ის პლაგინები, რომელიც შენ ახსენე წეღან, ეს პლაგინები, რაც ეხა კამერა თვითონ აკეთებს, ეს თვითონ ამ BMS-ებში არის დახვეწილი საკმაოდ ისეთი დამატებითი ფიჩერის სახით, რომ იდეალურად მუშაობს, იმიტომ რომ მხოლოდ ამ ნაწილს ასრულებს. აქ არ არის ისე, რომ ერთ რაღაცას ჩართავთ, ანალიტიკას და იმ ანალიტიკაშია უკვე ყველაფერი, რომ 15000-ი შესაძლებლობა გაქვთ, რომ PP-ლაც კი დაიჭიროთ. იქ არის კონკრეტულ მიმართულებაზე კონკრეტული პლაგინი, რომელიც დამუშავებულია, დახვეწილია და ისე მუშაობს, რომ ის შეცდომები, რაც წეგან საუბრობთ, არის მინიმუმამდე დაყვანილი. პლუს მეორე საკითხი არის ის, რომ არის დაცულობაში უგულისხმობ იმას, რომ მასში შემავალი კომპონენტები შეგიძლია, ასე ვთქვათ, დაგეგმო და აწყო ისე, რომ კონკრეტული სერტიფიკატებით ესაუბრებიან ერთმანეთს, ანუ მასში შეღწევა ესე მარტივად ვერ ხდება. თუ არ ვიცით კონკრეტული რაღაც კრედენშალები, რომლებიც ხშირია ხოლმე ამ კრედენშალების გამოტანა. ასევე არის სტრუქტურა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოახდინოთ ნებისმიერი манипуляცია, როგორც არის ჩანაცვლება, შეგიძლიათ რაღაცები გადართოთ, დროებით გადაიტანოთ სხვაგან, ისე რომ კონკრეტულ ადგილას რაღაცას სვლით, მაგრამ ანუ ეს გადართულია და არ გაითიშება, მაგალითად სვლი რაღაც ყარდისკებს. აქ შესაძლებელია ეს NVR-იც მიაერთოთ და შესაძლებელია digital video recorder-იც მიაერთოთ. გააჩნია რა არის თქვენი მოთხოვნა. ასევე გათვალისწინებულია ყველა ის ნაწილი, რაც წეგან ჩვენ გავიარეთ სტანდარტის მიხედვით GDR-დან დაწყებული, იმ ოპერატორით დასრულებული, რომელზეც საოპერატორო ნაწილში უგულისხმობდით ჩვენ ოთახის მოწყობას, რაც ახსენა დავით. ეს მოიცავს შემდეგ რამეს, რომ რა მოცულობის
ასე ვთქვათ, ვიდეო კედელი, რა მანძილიდან უნდა ხდებოდეს ოპერირება, როგორ უნდა იყოს შერჩეული თვითონ ამ მონიტორების რეზოლუციები, ზომები, გარჩევადობები და ასე შემდეგ. პლუს თავში არის გაერთიანებული ეგრეთ წოდებული ეს ხელმოწერილი, ციფრულად ხელმოწერილი ვიდეოები. თავშივე ხდება სრული მონიტორინგის ჩაწერა, ლოგ ჟურნალის წარმოება, რაც შემდგომში საჭიროა და მეინტენანსისთვის ცალკე შეგიძლია, ასე ვთქვათ, გამოყოფილი სივრცე აქვს, სადაც უკვე კონკრეტული იუზერით, პაროლით შეგიძლია შეამოწმო მთელი სისტემა. ანუ მასშტაბირება პირველ რიგში, საიმედოობა მეორე რიგში და მესამე ის რომ მოქნილობა. იმიტომ რომ ეს ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები მხოლოდ ვიდეოზე აღარ არის მორგებული, ძალიან ბევრი მიმართულება დაიმატეს, როგორც შეღწევის საწინააღმდეგო, ასევე დაშვების კონტროლის სისტემა და ასე შემდეგ. ანუ პლატფორმაა, სადაც შეგიძლია აწყო მთლიანი უსაფრთხოება და არა კონკრეტულად 1-2 კამერა. ერთი კითხვა მაქვს ამ VMS-ზე. ესე იგი მაინც უსაფრთხოებას რო დაუბრუნდეთ, არის კამერები და არის უკვე სისტემა, რომელიც კამერის საშუალებით, რომელსაც კამერის საშუალებით შეუძლია აღმოაჩინოს, თქვათ, ალი, ცეცხლი. ასევე შეუძლია აღმოაჩინოს ეგრეთ წოდებული ესე weapon detection-ი არის, თქვათ, იარაღის აღმოჩენი. ტექნოლოგიურად ეს კამერაშიც ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება თუ თვითონ VMS-ი ამუშავებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბევრი რაღაცა VMS-დან შეიძლება რომ ჩანაწერიდან ან ლაივიდანაც აღმოაჩინო და როგორ ხდება მისი გადაცემა, თქვა თუ კამერაშივე ხდება ამის AI დამუშავება და მერე გადაცემა თუ თვითონ VMS-შიც. გეტყვით მაგაზეც უმრავლეს შემთხვევაში თანამედროვე ასე ვთქვათ სისტემებში, სადაც ბრენდული კამერები არის გამოყენებული, უმრავლეს შემთხვევაში უკვე კამერაშივე ხდება ამის დეტექცია და დამუშავებული ინფორმაციის გაგზავნა, ასე ვთქვათ, ვიდეო მენეჯმენტის პროგრამაში, მაგრამ ისეთ სისტემებში, სადაც მაგალითად სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა ფორმის და ასე ვთქვათ, გარჩევადობის კამერებია შეტანილი ამ სისტემაში, ხდება უკვე დამუშავება პროგრამულ დონეზე, შემოსული ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება ხდება უკვე პროგრამულ დონეზე. მანამდე ეს ყველაფერი კამერაში როცა ხდებოდა, გვიანდებოდა ეგრეთ წოდებული სტრიმის მიწოდება, იყო ჩავარდნები, რადგან კამერას არ ჰქონდა შესაბამისად განვითარებული შიდა პროცესორი, რომელიც ამ ყველაფერს ანალიზს გაუკეთებდა. დღეს უკვე აღარ გვაქვს ეგეთი შეზღუდვა კამერებში, საკმაოდ განვითარებულია შიდა კამერის ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია იგივე დაამუშავოს და გამოგზავნოს. შვენიერი ერთი ესეთ საკითხს უნდა შევეხო. ჩვენ ვიცით რომ თუ ავიღებთ ჩინური წარმოების ვიდეო მეთვალყურეობის კამერებს და ავიღებთ იაპონურს, ევროპულს ან ამერიკულს, განსხვავება ფასში ერთი და იგივეა, მაგალითად ტექნიკური მახასიათებლები თუ ერთი და იგივე აქვს, განსხვავება ფასში არ არის რაღაცა 10% და 5%, ეგ შეიძლება იყოს 4ჯერ, 5ჯერ და 6ჯერ უფრო ძვირი. გასაგებია რომ ერთი არის რომ იაფი მუშახელი იყო შეიძლება ჩინეთში უფრო მეტად ვიდრე მაგალითად გერმანიაში ან ამერიკაში. გასაგებია შეიძლება უფრო მეც აწარმოებენ აზიის ბაზრისთვის უფრო მეტი ანუ თუ პირობითად ამერიკული ან ევროპული ბრენდი აწარმოებს თვეში 100,000 ისინი შეიძლება 500,000 აწარმოებდნენ და ერთი კამერის ღირებულება უფრო იაფი უჯდება, მაგრამ კიდევ რა იწვევს ამ ხელა განსხვავებას ერთი და იგივე მახასიათებლებს ორ კამერას შორის ჩინურსა და დასავლური და იაპონიის არა მარტო დასავლური იაპონური კამერები იქნება. ყველაზე მეტად რაც არის დღესდღეობით, რასაც ყურადღებას აქცევენ, ნუ ვისაუბროთ მხოლოდ ჩვენი რეგიონით, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონში ხა ყურადღება შეიძლება ამას არავინ მიაქციოს, მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში, დიდ ქვეყნებში, სადაც ყურადღება ექცევა სტრატეგიულ ობიექტებს, არ შეიძლება დააყენო კამერა, რომელსაც აქვს ესეთი დაფარული ფუნქცია, ფარული კარი. მაგალითად, მე დამოვიწყდა პაროლი კამერის და ვისგანაც ვიყიდე, მე ვუგზავნი სერიულ ნომერს და მეუბნება, რომ აი დღეს იმუშავებს ეს პაროლი. მიგზავნის რაღაც კოდს და ამით შევდივარ მე ჩემს კამერაში.
შესაბამისად, ანუ მას წვდომა ჩემს კამერებზე მუდმივად ექნება თუ ის ჩემს ქსელში მოხვდა, იმიტომ რომ სერიული ნომრები მე მისგან ვიღებ და ყველა აქვს და შესაბამისად მას შეუძლია ჩემს ქსელში შემოვიდეს, ხო? ძალიან მარტივად. მეორე საკითხი არის, ზოგადად, მასალა, რისგანაც ეს ყველაფერი მზადდება რა. პირველადი ერთჯერადი მე არ ვიძახი, რომ ჩინური პროდუქცია არ ვარ და ამას ნამდვილად ვერ იტყვი დღეს და ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ საკმაოდ დახვეწილია, საკმაოდ კარგად არის გაკეთებული, კარგად მუშაობს AI, თუმცა ისევ და ისევ იმას დაუბრუნდები, რომ firmware-ი, რომელიც შიდა პროგრამული უზრუნველყოფა რაც არის კამერაში, ეს უნდა იყოს დაცული, ამას უნდა კონდეს შესაბამისი აპდეიტები მუდმივად, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობს, ესე ვთქვათ, ადამიანების ჯგუფი, რომ უპოვოს ნაკლი firmware-ს, ნაკლში გულისხმობს, რომ როგორ უნდა შეხვიდე კამერაში, როგორ მოიპოვო წვდომა. იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაზე მოწყვლადი ადგილი არის დაუცველი როუტერები, სახლის როუტერები და არის კამერები. ყველაზე დაუცველი, რომ ქარხნულად დატოვებული იუზერი და პაროლი არის პირველი, თანამედროვე კამერები უკვე ჩინური კი რომელიც არ უნდა იყოს, პირველად რორთავ გეუბნება რომ პაროლი შეცვალე. ამი პაროლი დააყენე, მაგრამ დამოუწყლე პაროლი, ურეკავ, მეუბნება ამას. გამომიგზავნე და მაძლევს კოდს. ანუ წარმოებელს ნებისმიერ დროს შეუძლია პაროლი და იუზერი რომელიც მუშაობს. რაღაცა იუზერს გეუბნება რომ დატოვე რაც იყო ქარხნული, აი ეს პაროლი იმუშავებს დღეს აქედან ამ საათამდე. აქედან აქამდე რა. მაგრამ და იმ კამერებში რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომელსაც აქვს ბრენდზე მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ და აქვს მუდმივად განახლებადი firmware და ასე შემდეგ, დატოვებული აქვს reset ღილაკი, რომელსაც ისე მარტივად ვერ მიაგნებ. ნახევარ კამერის დასვლა შეიძლება დაგჭირდეს, თუ პაროლი დაგავიწყდა, იმიტომ რომ ის არ თulis, რომ ადამიანზე გაყიდა კამერა, რომელმაც ვერ დაიმახსოვრა პაროლი. არ თulis ამას რა და პაროლი თვალდახუჭული არ დგება. პაროლის კომბინაციაც უკვე შეცვლილია. როგორი კომპლექსიზული უნდა იყოს და რისგან უნდა შედგებოდეს. დავით, აქ მე მგონი ბოლომდე მართლები რო ვიყოთ, აუცილებლად აღსანიშნავი არის, რომ ერთი და იგივე ჩინური კომპანია ერთსა და იმავე კამერას შეიძლება კი რა აწარმოებს როგორც საკუთარი თავისი და საკუთარი ბრენდისთვის, ისევ ძალიან დიდი ბრენდისთვის. მაგრამ ის დიდი ბრენდები, ევროპული და ამერიკული, გვარწმუნებს ჩვენ და გვეუბნება, რომ სწორედ ის პროგრამული უზრუნველყოფა, ეგრეთ წოდებული firmware-ი, რომელიც იმ ჩინეთში ნაწარმოებ კამერაში ჩასმული არის სხვა და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კიბერუსაფრთხოების მოთხოვნებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ეს კამერას ბევრი სტრიმის მოცემა შეუძლია ერთი სტრიმი პირდაპირ ჩინეთის KGB-ში რომ არ მიდის, იმაშიც დარწმუნებული ხონდა შორის დავით ამ გადაცემისთვის რომ ვზადებოდი ვნახე ყველაზე დიდი ასე თქვა სკანდალი 2021 წელს ყოფილა ბრენდს არ დავასახელებ, მაგრამ ჩინური ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი არის. ეს ჰაკი даже კლასიფიცირებულიც კი აქვს CV 2021-36-260. CCTV-ს COVID-ი არის, ხო? ხო, კიბერუსაფრთხოების პროგრამა აღმოაჩინეს 100 მილიონი კამერა, რომელსაც შეგეძლო რაღაც კონკრეტული კოდი გაგეგზავნა კამერისთვის, არც იუზერი გჭირდებოდა, არც პაროლი გჭირდებოდა, საერთოდ არაფერი არ გჭირდება, კამერა გიგზავნიდა იუზერებს, ლაივს, ჩანაწერებს, ყველაფერი შეგეძლო, წამოგვიყვა რაღაცა ერთ ბრძანებას უგზავნით კამერას, თუ ქსელთ ინტერნეტთან ქონდა კავშირი და ფაქტიურად ყველაფერზე წვდომა ქონდა. ანუ არც არაფერი ეს ჰაკერებისთვის საერთოდ ის არის, ანუ არაფერი გასატეხი არ იყო, უბრალოდ ბრძანება უნდა გწოდო და აგზავნდი და იღებდი. სპეციალურად არ არის ეს გაშღერებული ჩემი მხრიდან სპეციალურად არ იყო, იმიტომ რომ ეგ თემა არ არის დახურული და ძალიან მარტივია რომ გითხონ კომენტარებში რომ იქნებ ერთი გაგვიზიაროთ და ნუ არ მოხდება კარგი ამბავი. ანუ არ არის ეს ისეთი თემა, ანუ ბოლომდე ჯერ არ დახურულა, ჯერ კიდევ შეიძლება ამ ბრძანება მუშაოს სადღაც, ხო? კი, მეორე ბრენდზე სხვა ბრენდზე იყო, რომ სხვა ბრენდზე ხან ახსენე რომ ეს ბექდორი, ანუ ეს ეგრეთ წოდებული უკანაკარები აქვს დატოვებულიო, რომ შეგიძლია აქაც კონკრეტული ბრძანებების გაკეთებით იუზერების სია გადმოწერო და არა მარტო კამერის მონაცემები წაიღო, თუ შედაქცევთან აქვს კავშირი, შედაქცეილიდან რაღაცები წაიღო ამ ბრენდის კამერების გამოყენებით. და ეს სწორად ახსენე, ისიც იყო ამ სტატიაში მონაცემული, 2021 წელს უკვე ყველამ გაიგო ამ შესახებ, მაგრამ წარმოებული რაღაცა მიზეზების გამო არ ხურავს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ხომ არიცის რა. რეალურად მაინც ამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჯერ ძალიან გაიზარდა მოთხოვნები კიბერუსაფრთხოებაზე და შემდეგ თვითონ ცივილიზებული სამყაროს მიდგომაც შეიცვალა, იმიტომ რომ თუ მანამდე
ამერიკაში და ინგლისში და ევროპაში სამხედრო ბაზაზე იხილავდით ჩინური ბრენდის კამერას, ეხლა უბრალოდ ეგ საკანონმდებლო დონეზე აქვს დაკრძალული, რომ ასეთი კომპანიები არც კი განიხილება იქ რომელიმე პროექტში, ტენდერში და ასე შემდეგ. აი ხა ამერიკის სამხედრო ბაზას იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია რაც უნდა ის იყიდოს, მაგრამ მე რო ხა ქართველი ვარ და ჩემი ჯიბი არ არის იმ ამერიკის GBR-ის და მჭირდება ვიდეო მეთვალყურება და იმის გამო რომ იაფიხის იძულებული აქვს ვიყიდო ჩინური კამერა, რითი უნდა დავიცვა თავი, რომ შეიძლება დღეს არავის არ სჭირდება, მაგრამ ხვალ რო რაღაცა მოხდეს, რომ შანჰაიში იქნება თუ პეკინში იქნება თუ სადაც იქნება, არ იგზავნებოდეს ჩემი ვიდეო ჩანაწერები. ჩაკეტილი ქსელური წრედით. რას ნიშნავს ეგ ჩაკეტილი ქსელური? კამერები, რომელ ქსელშიც არიან ჩართული, აი ეს ქსელი არ იყოს ინტერნეტთან წვდომადი, ანუ მას არ შეძლოს ინტერნეტში გასვლა. ესეთი ტესტები, ჩვენ შევხვდა ინტერნეტში ერთხელ და მერე ჩვენს ჩავატარეთ, არსებობს ესეთი პროგრამა Wireshark-ი, რომელიც ქსელში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს აკეთებს. ჩავხვდეთ ჩვენს ერთ-ერთი ეგეთი კამერა, უბრალოდ გავუშვით ქსელში და კამერაში რო შედიხარ, აჩვენებს, რომ მას შეუძლია მოგცეს 5 ვიდეო ნაკადი, ეგრეთ წოდებული სტრიმი. 5-ვე სტრიმი მე გავწერე კონკრეტულ პროგრამულ უზრუნველყოფაში და 5-ვეზე მქონდა წვდომა, რომ მე უნდა მომსვლოდა ყველა. Wireshark-ი აჩვენებდა, რომ მე მაწვდიდა 5 სტრიმს, მაგრამ 2 სტრიმი მუშაობდა კიდე დამოუკიდებლად, რომელიც ცდილობდა ინტერნეტში გასვლას. ხო, ეს არის შესაბამისად, ეხა ადამიანი, რომელიც მიდის მაღაზიაში, უბრალოდ იმას უთხრა, რომ Wireshark-ი შეამოწმოს, ეხა კამერა ეს არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ადამიანები დღესდღეობით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ისეთ ილებში აყენებენ კამერებს, რომ დაჩა დატოვა ან რაღაც ეგეთ და მოკლედ შეუძლიათ, რომ ესე იყვნენ, მაგრამ იმას ვერ ეძებენ, რომ ზაფხულში განსაკუთრებით, სტუმრიანობის დროს განსაკუთრებით და ისეთი კამერები, რომელსაც ჩაშენებული აქვს მიკროფონი და გისმენს ყველაფერს აბსოლუტურად და იდეალურად, აი ეს მონაცემები შეიძლება ერთ დღეს დაკვდეს წინ. თუნდაც ხუმრობით ნათქვამი რაღაც შეიძლება გადაიზარდოს ძალიან დიდ პრობლემაში. შესაბამისად, მაგისტვის არსებობს ჩაკეტილი წრედი, რაც ზოგადად CCTV-ის აბრევიატურაა, გამოიყენო ეგ, ან თუ არა და გააკეთო ცალკე VLAN-ი და მერე გააკეთო VPN-ი და ამით მიადგე და უყურო შენს კამერებს. თუ პირდაპირ მას ქსელში გაუშვებ, ყოველთვის იქნება ეგ საფრთხე, ყოველთვის. გასაგებია, შესაბამისად, ეხან რომ ვახსენეთ, რომ გამოიკიდებით მხოლოდ მეგაპიქსელებსო, ამას უნდა დავამატოთ, რომ სხვა მონაცემებთან ერთად კიბერუსაფრთხოებასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, უბრალოდ მე პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად შემხვედრია, უბრალოდ არის ესეთი პათოსი ჩვენ ქვეყანაში, მიყურონ რა. მიყუროს, რა შეაინტერესებს ჩინელს, მე რა ვშვები, ანუ ეს გამოთქმები ხშირია ჩვენთან და ამას ვერაფერს ვერ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა თავის დროზე. კი. და არაერთი სკანდალი, უბრალოდ სკანდალებს რო გავყვეთ, შორს წაგვიყვანს, თორე აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს მთლიანად შენობა აჩუქეს სამთავრობო 200 მილიონის ღირებულების გადასცეს, იყო ამაზე მთელი ესე ვთქვათ ოვაციები, რომ როგორი ჰუმანური სახელმწიფო ვართ და შემდეგ აღმოაჩინეს 2 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ღამით მთელი ინფორმაცია იგზავნებოდა ჩინეთში. რეალურად დავით, ახლა ალბათ სმენელებს და მაყურებლებს დავზაფხრავთ, მაგრამ მაინც უნდა რჩევის სახით უნდა უთხრათ, რომ ეს იაფიანი სისტემები, როდესაც ტელეფონში პირდაპირ მოგდის შენ გამოსახულება, რა თქმა უნდა, ის არანაირ კიბერუსაფრთხოების და პირადი სივრცის და პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და რა თქმა უნდა იმ ბრენდებს, რომელიც ყველა ჩინური არის, თავისი შესაბამისი კავშირები გააჩნია. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ კამერები განათავსოთ და განვათავსოთ ისე ამ ტიპისას ვიძახი, იმიტომ რომ ეხლა ზურარასაც იძახის, რომ VLAN-ი კონდეს და გარეთ არ გაიტანო ინფორმაცია, ყველას გვინდა რომ რაღაცას რა ტელეფონიდან შევიდეთ, მაგრამ რეალური ყველაზე კაი რეკომენდაცია იქნება, რომ კამერები უნდა განვათავსოთ ისე, რომ ეს სენსიტიური პირადი ინფორმაცია და რაღაცა უშუალოდ არ ხვდებოდეს ამ კამერაში და ემსახურებოდეს ან პერიმეტრის კონტროლს, ან ისეთი რაღაცა პროცესის კონტროლს, რომ ზედმეტი ინფორმაცია ფიზიკურად შეზღუდული იყოს, რომ კამერაში ვერ ხვდებოდეს. ერთსაც დავამატებ, ბოდიში მეც არ დავძაბავ, მეც მე არავის არ დავძაბავ, ის აპლიკაცია, რომელიც ამ cloud-ით გაყურებინებთ ყველაფერს და ასე შემდეგ, მაგის რეპუტაცია აუცილებლად მოიკითხეთ, სანამ დააინსტალირებთ თქვენ smartphone-ში, რაზე ითხოვს დაშვებას, როგორ ითხოვს დაშვებას, ჭირდება თუ არა რეალურად მას ეს დაშვებები.
ინსტალაციის პროცესში აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, რაზე გთხოვთ დაშვებას აპლიკაცია, რომელიც მოყვება ამა თუ იმ კამერას, რომ უყურო ლაივში. ანუ ის ხუთი სტრიმი რომ მაინც კონტროლდებოდა და ის ორი სადღაც მიდიოდა იმ კამერას სახლში რომ დავაყენებთ ჩვენ ვერ გვექნება ეხლა რაღაცა ჩაკეტილი წრედი ჩაკეტილი ქსელი ამიტომ მან შემოდის ზუსტად ის წეღარაც ვახსენე მიყურონ რა აი ეგ პრინციპი მაინც მოდი რაღაცნაირად რო შევაჯამოთ ეხლა მე რა ვისწავლე დღევანდელი გადაცემიდან მაგას გეტყვით ანუ დღეს ამას იქით მარტო მეგაპიქსელებით არ შევაფასებ კამერებს და კამერის გული და თვალი სენსორი და ლინზა და მეგაპიქსელების შემდეგ მოდის მაგრამ რა თქმა უნდა მასაც თავისი პროცესორი ფირმვერი თავისი ადგილი აქვს თუმცა პირობითად თუ გვინდა რომ გქონდეს ფართო ხედვაც ეხლა როგორც აგვიხსენი გვჭირდება მაგათად 2 მილიმეტრი 2.8 მილიმეტრი რაც უფრო იზრდება ფოკალურ სიგრძეზე არის დამოკიდებული ხედვის სწრაფდება ხედვა თუ გვინდა რომ კორიდორი ვაკონტროლოთ მაშინ 6 მეგაპიქსელი 6 მილიმეტრი 12 მილიმეტრი ანუ ვიწრო ხედვა გვჭირდება თუ გვინდა ფართო არეა ვაკონტროლოთ მაშინ დაბალი ციფრი სამ პირდაპირ რო გავაკეთოთ რაც უფრო დაბალია ციფრი უფრო ფართო ხედვა აქვს მაგრამ როგორც ეხლა მე მგონი ახსენე რაც უფრო ფართო ხედვა აქვს შორს ყოფ ობიექტს მის უფრო ცუდად ხედავს კი და კუთხეში ანუ ვიდეოს უკიდურეს კუთხეებში გამოსახულებას კარგად დააკვირდით რამდენად არის რეალური ფორმების იმიტომ რომ მაგის კომპენსაცია აქვს ხოლმე კამერებს ჩასართავია რომ არ მივიღოთ ესე ვთქვათ მრგვალი მილის ეფექტი ანუ ერთი წესი ლინზის მონაცემის ციფრი რაც უფრო დიდია მით უფრო ვიწრო ხედვის არეალი აქვს. ფოკალური სიგრძე დავაზუსტოთ. ფოკალური სიგრძე წეგანასაც კითხულობ და 2 და 8-ის შემდეგ ეს ეფირას ნიშნავს და შემდეგ. ფოკალური სიგრძესაც შეეხება, აქაც იგივენაირადაც ციფრებს უნდა დავაკვირდეთ, როგორც გავიგე, რაც უფრო პატარა არის ეს ციფრი, მით უფრო კარგი ვიდეო გამოსახულება გვექნება. მანდაც როგორ არცი ერთი პოდკასტი არ გვეყოფა მხოლოდ ლინზას და მაგ ციფრებს რო გავუყვეთ რა. ანუ ესე პირდაპირ ვერც ერთზე ვერ იტყვი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს კიდე თავისი კალკულატორი. თავისი კალკულატორი მოიცავს შემდეგ რამე შეგიძლია პასტა ფურცლითაც დათვალო ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა იცოდე რამდენი სხივის ნაკადი, რა ნაკადი შემოვა შენთან, როგორ გადანაწილდება, შემდეგ ამას როგორ გაატარებს ეგრეთ წოდებული ირისი და როგორ მიაწვდის სენსორს საბოლოო ჯამში ანუ თვალის ბადურას. ან ეს ყველაფერი ციფრები რეალურად ეხარას ჩვენ ჩამოვთვალეთ. ჯობია, რომ ღია პლატფორმებიც არსებობს კამერების, ოღონდ სანდო რა თქმა უნდა ისეთი რომელიც ცოტა გეცნობათ, ცოტათი ცნობილი მაინც რომელიც არის, შეგიძლიათ უბრალოდ ნახოთ რა მონაცემების კამერას შეუძლია თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ესე პირდაპირ მიადგეთ და ყველა პარამეტრი გაიაროთ. მან კიდევ შეგვხვდებათ პეირისი. კი არა, მე უკვე საკმაოდ რთულია, მაგრამ მინდა რაღაც ძირითადი პარამეტრი, მაგალითად, გადავდიოდი ახლა WDR. WDR გვაქვს White Dynamic Range, ანუ განათებულებას აკომპენსირებს მაგალითად კონტრასტ. კი. შესაბამისად გვაქვს WDR არის DWDR, WDR დამატებითი WDR და ასე HDR. თუ WDR-ს არ აქვს შესაბამისი ციფრები მიწერილი, მაგალითად 120 dB, 130 dB, შესაბამისად ეს არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი და ეს დაკომპენსირება ამ შუქების არ აქვს. ამას უნდა დააკვირდეს ჩვენ მომხმარებელო WDR-ს, როცა უყურებს ყველა WDR ერთი და იგივე არ არის. შემდეგ მოდის ღამის ხედვა. ღამის ხედვა ილუმინაციაც როგორც წესი უწერია რამდენიმე მაქსიმალური ღამის ხედვის დისტანცია რა არის, ხო? უწერია ეგ რა თქმა უნდა, უბრალოდ აქაც ერთი ფაქტორია ყოველთვის მოთამაშე ამ საკითხში, რომ ღამის ხედვის ესე ვთქვათ, მანათობელი პროჟექტორი არის კონკრეტული გაშლის კუთხით. ის 360 გრადუსით არ ანათებს. ის ანათებს რაღაც კონკრეტული მიმართულებით და შესაბამისად იქ ხედავს ყველაფერს. 30 მეტრში რომელიც უწერია ჩვეულებრივ კამერას, რომელსაც აქვს ფიქსირებული ლინზა, არ გვიხსენებია ჩვენ რო არსებობს ვარიფოკალური ლინზა, რომელიც არის მოძრავი და აქვს ფიქსირებული ლინზა. მისი, ესე ვთქვათ, ინფრაწითელი განათების პროჟექტორი არის მაქსიმალურად გაბნეულ მდგომარეობაში.
რომ ბოლომდე იყოს გადანათებული ისი საშუალებაც აქვს ლინზად. შესაბამისად 30 მეტრში დაინახავთ თუ ვერ დაინახავთ, ამის ესე პირდაპირ თქმას ვერ შეძლოთ. შეიძლება 50-შიც დაინახოთ, გააჩნია როგორ არის სიტუაცია. და კიდევ ახსენე ერთი კომპონენტი. თვარიანში უფრო ვერ დაინახავ. წეხან ახსენე ერთი კომპონენტი თვითონ კამერის გარსის დაცლობის კლასები, რომ წყალგაუნტარი, მტვერი რო არ მოქმედებდეს მასზე გარეშე და ინსოლაციის ეფექტი, რაც ყველაზე მეტად მარტივად ემჩნევა კამერებს, არის მუდმივად, ესე ვთქვათ, მზისგან დამწვრობა, რომელიც მარტივად რო აგიხსნათ როგორ არის, რომ მანქანის წინა მაშუქებზე, ფარებზე გინახავთ გაყვითლებულ მდგომარეობაში პლასმასები გააპალირო უკვე ფარი ახალივით, მე ისე ყვითლდება. ან ეგეთი მასალა არის ძირითადად გამოყენებული კამერის წინა корпуსის წინა მხარეს, სადაც ლინზაა განთავსებული, რომ იდეალური, ესე ვთქვათ, გამტარობა ქონდეს შუქს. დროთა განმავლობაში ის იწვება, ზიანდება, შესაბამისად იცვლის ფერს და გამოსახულება რა თქმა უნდა იკარგება. მაგრამ სანამ ეს დაიწვება და დაიკაწრება, მანამდე ჩნდება შიგნით მიკრობზარები, რომელიც სხივის გარდატეხას უწყობს ხელს და შიგნით შემოსული სხივი რო გარდატყდება, შესაბამისად ხარისხი მაინც ფუჭდება. ამიტომ ეგ არის ჯერჯერობით ისეთი საკითხი, რომ ფასს როცა იხდი კამერაში, ყოველთვის ეს კომპონენტები გათვლილია და მორგებულია ყველანაირ გარემო პირობებზე, რაც უწერია. მაგალითად არსებობს ესეთი სტანდარტი, რომ რა დატყმას და დაწყლას უძლებს და არის IK სტანდარტები. ყველას უწერია IK 10 სტანდარტი, რომელიც მოიცავს, რომ რაღაც სიმაღლიდან რაღაც სიმძიმეს დაარტყავ, ამას უნდა უძლებს. ვანდალიზმისგან დაცვის ხარისხია და IP არის ingress protection-ი, რომელიც IP66 ალბათ ყველაზე მისაღები. 67-ია ეხა მოდაში. მაშინ 67. ჭირდებათ, აჭირდებათ, მაინც 67 არის. რომელიც არეგულირებს წყლის და მტვრის შეხსევადობას კამერაში. უკეთ ჩვენ რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბეთ გვანიშნებენ კულისებიდან. მაგრამ მიხელა და ისეთ საინტერესო თემა არის, რომ ფიქრობ რომ ამის გაგრძელება მოგვიწევს ჩვენ. განსაკუთრებით მინდა რომ თუ გავაგრძელებთ, სიღრმეებში ჩავიდეთ აი ჩამწერ სისტემებზე, ანალიტიკურ სისტემებზე, მათ მრავალფეროვანზე რაში რა გამოიყენება და რა შესაძლებლობები აქვთ. იმიტომ რომ მაგალითად საქართველოშიც კი გვაქვს ვიდეო მეთვალყურების კამერები დაყენებული ტყის ხანძრების აღმოჩენის დროს. რომ მიუხედავად იმისა, ვიდეო კამერა შეგვიძლია კამერამ ავტომატურად აღმოაჩინოს ტყის ხანძარი. რა თქმა უნდა, AI-ის დახმარებით. უკეთ მადლობას გიხდით, რომ დღევანდელ პოდკასტში ჩვენთან ერთად იყავით და გვიყურეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც საინტერესო თემა არის ეს. დაგვიკომენტარეთ, რა არის თქვენთვის საინტერესო, კიდევ რა შეიძლება რომ განვიხილოთ ვიდეო მეთვალყურების მიმართულებით და ჩვენ ვეცდებით უახლოეს მომავალში მეორე პოდკასტი ჩავწეროთ, ერთწლეული გაგრძელება გავაკეთოთ ამ თემის. დაგიმშვიდობებით, რა თქმა უნდა, როგორც დავითმა თქვა, პირველი მონახაზი პოდკასტში რაც გაკეთდა არის ის, რომ მაქსიმალურად მარტივი ენით გადმოგვეცა ჩვენ თუ რა კომპონენტებისგან და რისგან შეიძლება შედგებოდეს ეს სისტემები, ბევრად უფრო ღრმა და ძირეული საუბარი შეიძლება ამ ყველაფერზე, თუ საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით განვავრცობთ ამ თემას. დაგიმშვიდობებით, უსაფრთხოებას და უსაფრთხო ცხოვრებას გისურვებთ ყველას. დღეს დაგემშვიდობებით, მაგრამ გვირდებით, რომ ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებთ და ისიც არანაკლებ საინტერესო იქნება, როგორც დღევანდელი გადაცემა. უსაფრთხოდ ბრძანდებოდეთ.